თუ მე ფსიქოლოგიურად კარგად მშვიდად არ გრძნობ თავს, მაშინ ჩემი ტრავმის მორჩენის დროც თქმა უნდა იწერება. მედიტაცია გეხმარება რომ დამშვიდდე. სუნთქვაზე დაკვირვება, შენ ორგანიზმზე დაკვირვება გეხმარება რომ შენი სხეული მართო. მე თუ თამაშზე ბევრს ვფიქრობ, კარგი არის. არ არის კარგი. ძირითადად მე სპორტსმენი რო ვიყავი, ესეთი რაღაცები მეშლებოდა ხოლმე. შეიძლება 3 წუთი მეთამაშა და რაც მინდა ეგ 3 წუთი საერთოდ არ მათამაშო. არა და უნდა ითამაშო. რას ქვია 3 წუთი თამაში არ მინდა. მოგესალმებით, ეს არის სპორტული პოდკასტი, სადაც ვეხმარებით მოქმედ სპორტსმენებს, რომ გახდნენ უკეთესები. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის საბა ეფრემიძე, სპორტული ფსიქოლოგი, რომელიც გაგვაცნობს სპორტული ფსიქოლოგიის მხარეებს, რამაც შეიძლება რომ აამაღლოს ჩვენი თამაშის დონე. გამარჯობა საბა, როგორ ხარ? გამარჯობა, მადლობა, კარგად. მადლობა მოწვევისთვის. იმედია საინტერესო გადაცემა გამოვა და შენი მთავარი მიზანი რაც არის რომ სპორტსმენი უკეთესი გახდეს, ეგ მიზანი რაღაც დოზით მაინც მიიღწევა. მადლობა ძალიან დიდი. პირველ რიგში მოდი მაინტერესებს ესეთი რაღაც. ბევრ სპორტსმენს უნდა რომ მოკლე გზები მოძებნოს. მაგრამ საბოლოო ჯამში მოკლე გზები არ არსებობს, მაგრამ შეგვიძლია რომ დავაჩქაროთ პროცესები. სპორტული ფსიქოლოგიაც არის ერთ-ერთი დარგი, რომელიც შეიძლება მოგვეხმაროს, რომ დავაჩქაროთ პროცესები და უფრო სწრაფი პროგრესი განვიცადოთ. მაგრამ რატომღაც მოთამაშეები ასე ვთქვათ, ერიდებათ, რომ სპორტულ ფსიქოლოგს მიმართონ. მაგრამ არის ძალიან სასარგებლო მათთვის. თუ შეგიძლია რომ ამასთან დაკავშირებით გითხრა, რა ტრანსფორმაცია შეიძლება განიცადოს მოთამაშემ, როდესაც მიდის სპორტულ ფსიქოლოგთან ძალიან მოკლე პერიოდში. ცოტა რთული კითხვა არის და გრძელი პასუხი შეიძლება გქონდეს ამ კითხვას. თუმცა დღეს მაგისთვის ვარ, რომ მაგ კითხვას გავცე პასუხი. პირველ რიგში ეს მიმართულება სპორტის ფსიქოლოგია. რაღაც კვლევებზე დაფუძნებით და პლუს ამ პროფესიონალი სპორტსმენების ისტორიების საფუძველზე ცდილობს რომ სხვა სპორტსმენებს დაეხმაროს. რეალურად ეს ყველაფერი შეიძლება ნებისმიერ სპორტსმენს თავისით მიხვდეს. ნებისმიერ სპორტსმენი შეიძლება თავისით აღმოაჩინოს ეს ყველაფერი. თუმცა ვიღაცა შეიძლება დაჭირდეს 5 წელი, ვიღაცა შეიძლება დაჭირდეს 10 წელი, ვიღაცა შეიძლება დაჭირდეს 1 თვე. ნუ არ ვიცით ეს. ხო არის ახლა მაგალითად ქოჩორაშვილი ლაპარაკობდა ჯაბა კანკავაზე, რომ სპორტული ფსიქოლოგი არ ყოლია და თავისით ეს მომზადების რუტინა, როგორ ემზადება თამაშისთვის, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მტკიცე ადამიანი იყო და თავისით გამოიმუშავა. თუმცა ყველა სპორტსმენს გონია რომ შემიძლია მეც ჩემით გადავჭრა ეს ყველა პრობლემა, გადავლახო ყველა ბარიერი, ჩამოვიყალიბო სწორი აზროვნება და ასე შემდეგ. თუმცა თუ შემიძლია რომ ყავდეს მენტალური მწვრთნელი სპორტული ფსიქოლოგი, რატომ არ უნდა მივიდე? რეალურად ჩვენთან შეხვედრებზე სწავლობ ჯერ ერთი ლაპარაკს, რომ შენ შეგიძლია შენ პრობლემებზე, არა მარტო პრობლემებზე, შენ რაღაცა ემოციებზე, რაღაცა დაბრკოლებებზე ისაუბრო და მეორე ადამიანთან ერთად მონახო უკეთესი გამოსავალი. ანუ სწორ მიდგომებს სწავლობ. რომ მაგალითად თუ არ ვარ ძირითად შემადგენლობაში, ვარ ისეთ გუნდში, სადაც არ მინდა რომ ვიყო, მაგალითად ნაკრებიდან გამომიშვეს, ან რომელიმე გუნდში ვიყავი შერჩევებზე და გამომიშვეს აქედან. რა უნდა იყოს სწორი მიდგომა აქ? ან თუნდაც მწვრთნელი მაკრიტიკებს, ან მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა არ მაქვს, ან 3 წუთს მათამაშებენ და რა უნდა იყოს ჩემი მიდგომა ამ შემთხვევაში? ძირითადად მე სპორტსმენი რო ვიყავი, ესეთი რაღაცები მეშლებოდა ხოლმე. შეიძლება 3 წუთი მეთამაშა და რაც მინდა ეგ 3 წუთი საერთოდ არ მათამაშო. არა და უნდა ითამაშო. რას ქვია 3 წუთი თამაში არ მინდა. ხო და სწორი მიდგომების გაძლევს სპორტის ფსიქოლოგია. გარდა ამისა, მენტალურ ვარჯიშს სწავლობ. მეც, როდესაც ვიყავი სპორტსმენი, ვიღაცას რო ეთქვა მენტალური ვარჯიში რა არის, საერთოდ ვერ გავცემდი პასუხს. შეიძლება მწვრთნელებსაც გაუჭირდეს მაგაზე პასუხი, რომ მენტალური ვარჯიში რა არის და ზუსტად მაგაზე ვილაპარაკებ დღეს მენტალური ვარჯიში როგორ შეიძლება. ტრანსფორმაციას რაც შეეხება, ერთი რაღაც ზუსტად ვიცი, რომ სპორტსმენი თუ უკეთესად გრძნობს თავს, შეუძლია რომ თავისი უნარები უკეთესად გამოავლინოს. ჩემი მიზანი არის ხარდაჭერა და ჩემი მიზანი არის ის, რომ სპორტსმენს მოვეხმარო საკუთარი უნარების გამოვლენაში. ამ უნარების გამოვლენაში შეიძლება ბევრი რაღაც დაბრკოლება იყოს, რაც ხელს უშლის. და ამის გააზრებაში და შემდეგ ამ ყველაფრის რაღაცნაირად მოგვარებაში ვეხმარებ. ეს არის მოკლე პასუხი და კიდე გავაგრძელებთ ამ საკითხს ამ თემაზე. აუცილებლად.
თავიდან რომ დავიწყოთ შენ ახსენე ესეთი რამ რომ რუტინა და თამაშის წინ მომზადების პროცესი. აჰა. რა არის, ანუ ყველა მოთამაშეს ჭირდება რომ კი. მოემზადოს ფიზიკურად, მენტალურად, რომ მზად იყოს ყველანაირად თამაშისთვის. რა არის ის მენტალური მხარეები, რაც შეიძლება რომ გაითვალისწინონ სპორტსმენებმა თამაშის წინ, რომ მზად იყვნენ ყველანაირად ფსიქოლოგიურად. კი, კარგი კითხვა არის და მაგ თემაზე სხვათა შორის არ მინალაპარაკია ესე არსად. კონკრეტულად მაგაზე. მანდ არის შეიძლება ერთ სპორტსმენს ერთი მიდგომა ჰქონდეს, მეორე სპორტსმენს მეორე მიდგომა ჰქონდეს. მანდ სპორტსმენს ვეხმარები რომ გაიაზროს რომელი მიდგომა არის მისთვის უკეთესი. შეიძლება ერთისთვის იყოს რომ მე თამაშზე ვიფიქრო, მაგრამ მეორეს თამაშზე ფიქრი საერთოდ არ უნდადეს. იმიტომ რომ ეს ხელს უშლის პირიქით. ანუ პირველი ეტაპია რომ გავიგოთ რა ჭირდება. რომ ერთი სპორტსმენი საერთოდ არ ფიქრობს, მეორე ფიქრობს. თუ სპორტსმენმა გააწყვიტა რომ მე პირიქით მირჩევნია რომ თამაშზე ვიფიქრო, მანდ არის უკვე რომ თამაშის დღეს დილიდანვე ეგრევე თამაშზე ვიწყებ ფიქრს. მაგალითად, შეიძლება დილას გავიღვიძე და მოწინააღმდეგის უპირატესობები და ნაკლოვანებები ავდექი და ჩამოვწერე. რა არის, რაც შემიძლია რომ გავითვალისწინო თამაშის დროს. ასევე შეიძლება პოზიტიური წინადადებები ჩამოვწერო, მაგალითად, რა შეიძლება დამეხმაროს თამაშის წინ რომ წავიკითხო. მაგალითად, მე მჯერა ჩემი თავის დარწმუნებული ვარ ჩემ შესაძლებლობებში, იფიქრე შენი მაქსიმუმის გამოვლენაზე და ასე შემდეგ. ასევე შეიძლება მედიტაციებსაც ვაკეთებთ. შენ წარმოვიდგინე, იმიტომ რომ შეიძლება ახლა ვიღაცას გაეცინოს რომ მედიტაცია საერთოდ რა შემჭირდება თამაშის დროს. მაგრამ იმისთვის, ვისთანაც სტრესი მაღალია, მედიტაცია გეხმარება რომ დამშვიდდე. სუნთქვაზე დაკვირვება, შენ ორგანიზმზე დაკვირვება გეხმარება რომ შენი სხეული მართო. ეს ერთ-ერთი არის კიდე. კიდევ ასევე არის რომ სუნთქვითი ვარჯიშები შეიძლება რომ გააკეთო. ვიზუალიზაცია. ვიზუალიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არაღია რომ შეიძლება თუ მე მინდა რომ ჩემი აღელვება ოდნავ ავწიო, ისევ რა ხო გეუბნები სპორტსმენზე დამოკიდებული, ვის რა ჭირდება. პლუს პოზიციის მიხედვითაც განისაზღვრება ვის რა ჭირდება. მე თუ მჭირდება სტრესის აწევა, შეიძლება წარმოვიდგინო ჩემი წარმატებული თამაშები. რაც მქონდა ადრე. ვეთამაშე რეალ მადრიდს, ვეთამაშე ინტერს, წარმოვიდგენ როგორ ვეთამაშე, გამორჩეული მომენტები რა იყო ჩემი და ჩემი თავდაჯერება თითქოს უფრო მაღლა იწევს. იმიტომ რომ ადრეს გამიკეთებიას და ჩემ თავს ვუმტკიცებ რომ მე თუ ადრე გამიკეთებია, ესე იგი შემიძლია შემდეგშიც გავაკეთო. ეს ყველაფერი. ასევე შეიძლება ვიზუალიზაცია რა გავაკეთო, იცი რომ წარმოვიდგინო როგორ კარგავ ბურს და მე როგორ ვიბრუნებ. მაგრამ სპორტსმენი რომელიც ძალიან ნერვიულობს, თუ ეგ წარმოვიდგინო, პირიქით უფრო ბევრს ინერვიულობს. შესაბამისად, ერთად ვსწავლობთ როგორ ავწიო ეს სტრესი და როგორ დავწიო. შეიძლება კიდე მაგალითად თამაშამდე რომ გადიან ხოლმე სპორტსმენები, თუ გინახავს მაგალითად ფეხბურთელები გადიან ხოლმე რომ მოედანზე უბრალოდ დადიან. რაღაცნაირად ადაპტაცია გაიარონ მან. მაგასაც ვთავაზობ ხოლმე რომ გადი მოედანზე და წარმოიდგინე შენ ძლიერ მხარებს როგორ იყენებ. მიდი მაგალითად ცენტრთან და წარმოიდგინე როგორ ატყუებ კაცს, როგორ ტრიალდები, როგორ აკეთებ მოედნის სკანირებას და ასე შემდეგ. ეხლა უფრო მეტად კალათბურთელები ყავს. მაყურებელი, ну შეიძლება ფეხბურთელიც იყოს, მაგრამ ვეცდები რომ მაგის მაგალითებიც ყველა სპორტს შევეხოთ. ხო, ძალიან კარგი. ხო და შეგიძლია რომ ეგრეც მოამზადო თავი. ერთი მაგალითიც ვიცი, თუ მაგალითად ვერ მიდიხარ სტადიონზე, ზოგიერთი სპორტსმენი ასაკეთებს, იცი რომ იმ მოედნის სურათს მოძებნის და მე წარმოიდგინე ამ მოედანზე როგორ თამაშობს. რომ ადაპტაცია გავიარე, ხო, სად ახლა შენ სპორტსმენი იყავი, მე სპორტსმენი ვიყავი და სად ისეთ ადგილას რომელი გირჩევნია შენ რომ ითამაშო ისეთ ადგილას, სადაც დღე და ღამე თამაშობ თუ ისეთ ადგილას, სადაც საერთოდ ნამყოფი არ ხარ. შენ ხო ნაცნობი არის ეს ყველაფერი, ხო? ხო და რეალურად ეს მენტალური მომზადების ხერხები შეიძლება გამოიყენო და კიდე ძალიან ბევრი არსებობს. თუმცა ისევ არსებობს სპორტსმენი, რომელსაც საერთოდ არ ჭირდება ეს ყველაფერი. საერთოდ არ მჭირდება რომ თამაშზე ვიფიქრო. შეიძლება ვიღაცამ ფილმს უყუროს, არ ვიცი, გაისეირნოს, ან თავის შეყვარებულს დაურეკოს. უბრალოდ თავარია მაგ პროცესს დააკვირდე შენზე რა მოქმედებს კარგად და ერთი კვირა და ორი კვირა დაკვირვება არაა საკმარისი. მთელი კარიერის განმავლობაში უნდა დააკვირდე ამას. და მენტალური წვრთნა გაძლევ ზუსტად მაგას, რომ საკუთარი თავის აღმოჩენა შეგიძლია. შეიძლება თუ არა რომ შეიცვალოს რაღაც მომენტში ის რუტინა რაც შენზე კარგად მუშაობდა, მე შეიცვალოს. კი, როგორ არა. გქონდა ეგეთი მაგალითი სხვათა შორის, რომ კლუბში თამაშობდა ჩემი ფეხბურთელი და კლუბში თითქოს აგრესია აკლდებოდა. და მომზადების რუტინაში ისე გქონდა ეს დაგეგმილი, რომ აგრესია რაღაცნაირად უფრო მაღლა აწეულიყო. შეიძლება აქტიური მუსიკებს მოესმინა, ვიზუალიზაციაც ისეთი გავკეთებინა, რომ მისი
სტრესი ცოტა უფრო მაღლა აწეულიყო. ოდნავ უფრო შედეგზე ორიენტირებული შეიძლება ყოფილიყავით. მიზნებსაც ვწერთ ხოლმე თამაშის წინ, რომ რა მიზანი მაქვს ამ თამაშზე. ძირითადად ვაწერინებ ხოლმე პროცესზე ორიენტირებულს, რომ მაგალითად არ ვიცი, ცველს წნეხს მივცემ, ან ორიენტირებული ვიქნები კომუნიკაციაზე. ან არ ვიცი რა, ბევრი სხვა მიზანია. რამდენ გოლს გავიტა, რამდენ ქულას მოვაგროვებ, ეს ხო და ზუსტად აი ეგ არის შედეგზე ორიენტირებული ხა შენ რას თქვი. ხო და შედეგზე ორიენტირებული თუ ხარ შენი სტრესი ოდნავ იმატებს. ამ სპორტსმენთან სადაც ეს მჭირდებოდა, აუწიეთ ძალიან ავტომატურად. ეგრევე ისეთი მიზანი დავსახე, რამაც სტრესი ოდნავ აუწია. მაგრამ როდესაც ნაკრებში ჩამოდიოდა, ეს სტრესი ისედაც იყო. იმიტომ რომ ნაკრებში თამაში და კლუბში თამაში კი იცი რომ ძალიან განსხვავდება, იმიტომ რომ აქ სხვა პასუხისმგებლობები არის კიდე. იმიტომ რომ შენი ქვეყნისთვის თამაშობ აქ. იქ შეიძლება კი კლუბი ძალიან უნდა გიყვარდეს, მაგრამ ნაკრები რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანია, ხო? შესაბამისად, როცა შევამჩნიეთ რომ სტრესი ისედაც იყო, მე ამ სპორტსმენთან მომზადების რუტინაში ისეთი რაღაცები დავგვეგმეთ, რა სტრესს ოდნავ დაწევდა. და ამას გაძლევს მენტალური ცნობა და დამიჯერე ძალიან ბევრ სპორტსმენს ყავს. კალათბურთელებს თითქმის ყველას ყავს 2-3 ფსიქოლოგი ყავს, ვინც მაგასთან მუშაობს. LeBron James-ი არ ვიცი, რო დაიწყო, მაშინ უკვე ყავდა და ეხლაც ყავს. მაგაზე ვიცი ისტორია, რომ თავიდან კარგი სამკულიანების როლი ხო არ იყო და ვიზუალიზაციაზე ვარჯიში დაიწყო, რომ ეხლაც არა დიდად კარგი სამკულიანების როლელი, მაგრამ არა უშავს ხო, ისვრის რა. ხო და თავიდან დაიწყო ვიზუალიზაცია მაგ მიმართულებით, რომ სამკულიანებს წარმოიდგენდა როგორ აგდებდა. და ასევე წარმოიდგენდა საკუთარ თავს როგორც კარგი მსროლელი, ანუ განიცდიდა ამას. რომ მე კარგი მსროლელი ვარ, თავდაჯერებული ვესვრი. ეს ვიზუალიზაცია დაეხმარა, რომ პირველი სეზონისგან განსხვავებით მეორე სეზონი უკეთესი ქონოდა და სტატისტიკაში ეხლა რომ შეხვიდე, ძალიან დიდი სხვაობა არის სამკულიანებში, იმიტომ რომ თავიდან აგდებდა 10-დან 2-ს და მე ალბათ 10-დან 5-ს და კალათბურთში ძალიან დიდი სხვაობაა. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ვიზუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მეც ჩემ მოსწავლეებს მაგალითად ვინც მეკითხებიან რომ თამაშამდე როგორ უნდა მოვემზადო, ეგ შემაქვს ხოლმე ყველა ვარიანტში ვეუბნები, რომ უნდა წარმოიდგინო სიტუაციები, წარმატებული სიტუაციები დაახლოებით 70% 30%-ზე გადაანაწილე წარმატებული და წარუმატებელი, იმიტომ რომ შეცდომებისთვისაც უნდა იყო მზად. თქვათ რაღაცა ბურთი გაგივარდა, ან რაღაც პასი ჩაგიჭრეს, ან რაღაცა მაგის დროსაც უნდა იყო მზად და უნდა იფიქრო იმაზე, ის უნდა წარმოიდგინო როგორ გამოასწორე შენი შეცდომა შემდეგ ჯერზე. ასევე ახსენე მედიტაცია, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც საერთოდ არ ტეხავს. გარდა იმისა, რაც შენ თქვი რაშიც ეხმარება, მე რომ მაგ დატესტილი ჩემ მოსწავლეებთან, ვისაც აქვს ასე ვთქვათ ვარჯიშზე ოდნავ უფრო გაფანტული გონება, რომ ვეუბნები მედიტაციას ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე მედიტაცია გააკეთე. ერთი კვირის მერე, ანუ საერთოდ სხვანაირი ტიპები არიან, დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ ფოკუსირების უნარს ვარჯიშზე და თუნდაც თამაშზე. თამაშზე კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირების უნარი გქონდეს, რომ დარჩი აწმყოს. მან უბრალოდ ერთი მთავარი რა არის, რომ ბოდიში რო გაწყვეტინებ, იმიტომ რომ მინდა რომ მან ჩაგერთო. შეიძლება ახლა სპორტსმენს უნდადეს რომ მედიტაცია გავაკეთო. რა არის რომ უნდა გააკეთოს. თავარია მაგის ცოდნაც. იმიტომ რომ მე მარტო ის რომ მინდა საკმარისი არ არის. კაი, დავსერჩე რაღაცა მედიტაცია, ვნახე ინგლისურად, მაგრამ დიდად ვერ მეხმარება. ჯობია რომ ქართულად მოისმინო ეს მედიტაცია, ხო, რაღაცა ტიპი, რომელიც გელაპარაკება და შენ მიყვები ამის ლაპარაკს. ხო და ჩემთან ეგეც არის, რომ ჩემთან რომ მოდი სპორტსმენი, არის რომ შეხვედრებს ვაკეთებინებ ხოლმე და ასევე არის რომ დიდი 8 წუთიანი შეიძლება მედიტაცია გაუგზავნო, რაც მაგალითად დაამშვიდებს თამაშის წინ. ქოჩერაშვილი აკეთებს. ფსიქოლოგი უგზავნის ხოლმე მაგალითად ერთ-ერთი მედიტაცია არის ბავშვობის რაღაც მომენტებს იხსენებ. რაც შენ ხო დადებითი ემოციებით აგავსებს ახლა. შეიძლება ზოგს კარგი ბავშვობა არ აქვს, მაგრამ ეს მედიტაციაც ისეთი არის, რომ იხსენებ ისეთ მომენტს, რომელიც შენთვის დადებით ემოციებთან ასოცირდება. შესაბამისად მედიტაციაზეც ფრთხილად უნდა იყო, რომ ისეთი მედიტაცია უნდა გააკეთო, რაც შენთვის პირიქით სასარგებლო არის. და კიდე კონცენტრაციაზე რო თქვი. ძალიან მაგარი სავარჯიშო არის კონცენტრაციის. ხო არის ახლა რაღაცა ფიზიკური ვარჯიშები კონცენტრაციაში როგორ შეგიძლია ივარჯიშო და მაგაზე შენ უკეთეს პასუხს გასცემ აუდიტორიას. მაგრამ ეს რომ მაგალითად ჩემს უნდქვაზე ვარ ორიენტირებული, ფიქრებზე ვარ ორიენტირებული, რეალურად ჩემი ყურადღება ხო ერთი რაღაცისკენ არის მიმართული. შესაბამისად თუ მარტო ერთი რაღაცისკენ არის მიმართული და ვცდილობ რომ ერთი რაღაცისკენ იყოს მიმართული, ჩემი კონცენტრაციის კუნთი ვარჯიშდება. მერე თამაშზე ჩემთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს
იმაზე მქონდეს კონცენტრაცია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ შეიძლება იყოს გულშემატკივარი, შეიძლება იყოს მწვრთნელი, შეიძლება იყოს თანაგუნდელი, შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე, შეიძლება იყოს საკუთარი თავიც კი. რაც ხელს მიშლის. შესაბამისად მე თუ ვიცი კონცენტრაცია როგორ მოვახდინო, უფრო მარტივდება ეს პროცესი. აი მართლა გეუბნება აქ არის რაღაცა კუნთისავით რა, შეუძლებელად გონებაში არის კონცენტრაციაზე პასუხისმგებელი ერთი უბანი. მე თუ ამას ვავარჯიშებ, შესაბამისად დიდი შანსი მაქვს რომ კონცენტრირებული ვიყო იმაზე, რაზეც მინდა. ტელეფონი და სკროლვა პირიქით საპირისპირო არის. იმიტომ რომ მაგ დროს პირიქით არ ვავარჯიშებ ჩემ გონებას და პირიქით ხელს უშლი, იმიტომ რომ წარმოვიდგინე სკროლავ რაღაცას, საერთოდ რესურსი არ მაქვს, ჩემს თვინს რაღაცა აკონტროლებს. ეს ინფორმაცია გაუაზრებლად შემოდის და პირიქით უარეს ვაკეთებ. თამაში დღეს ვეუბნები ხოლმე, სხვათა შორის რომ ტელეფონი საერთოდ არ მოიხმარო. და ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ თითქმის უმრავლესობაზე კარგად მოქმედებს ზუსტად ვიცი. და ეხლა მე ვინც სპორტსმენი მყავს 95% თამაშის დღეს ძალიან ცოტა ხანი თუ აიღებს ტელეფონს და დამიჯერეს პროფესიონალური ფეხბურთელები ვინც არიან, ყველა ან რაღაცა sleep mode-ზე დააყენებს, ან საერთოდ ისეთ mode-ზე, რომ საერთოდ არაფერი არ შემოვიდეს. მოკლედ ვიზუალიზაციაც, მედიტაციაც, რელაქსაციაც, საკუთარ თავთან დადებითი ლაპარაკიც, მიზნების დასახვა, ყველაფერი გჭირდება იმისთვის, რომ შენ უკეთეს მენტალურ მდგომარეობაში იყო. გაგრძელე. კაი. ეხლა რა მაინტერესებს? ნებისმიერ სპორტსმენს შეჯიბრის დროს შეიძლება ასე ვთქვათ, ემოციური ტემპერატურა აეწიოს. იქიდან გამომდინარე თუ რაც ხდება მოედანზე, რაც აღარ ახსენე შენ თუნდაც მაყურებელი, გუნდელი, მწვრთნელი, მოწინააღმდეგე ნებისმიერ ამის გამო შეიძლება სტრესის დონე მაიწიოს. მე პირადად ძალიან ბევრი მეკითხებოდა ამას და მეკითხება როგორ შეიძლება რომ თავი დავიმშვიდო, როდესაც მაღალი სტრესია შეჯიბრის დროს. მანდაც აიმდენი პასუხი შეიძლება რომ გაქცე. მაგრამ მოდი ვეცდები რამდენიმე პასუხი ერთად მოგცე. აი ყველას ისეთი პასუხი რომ გავცე რომ თითქმის ყველას რო ერგებოდეს რა. კი. შეიძლება რაღაც მსგავს. პირველ რიგში აუცილებელია ისევ თამაშამდე მომზადების რუტინა შევიმუშაო ისეთი რომ თუ ჩემი სტრესი ძირითად სიტუაციებში თამაშზე არის მაღალი, თამაშამდე მომემზადები ისე, რომ ეს სტრესი თამაშამდე იყოს დაბალი. თუ დაბალი იქნება, შეიძლება იქაც დაბალი იყოს. თამაშის დროს მანდას გააჩნია ჩემზე რა მოქმედებს ცუდად, ანუ სტრესს რა მიწევს. სტრესი საჭირო არის, მაგრამ ზედმეტი თუ არის, მაშინ დამაზიანებელი არის. თუ მაგალითად მწვრთნელი მიწევს სტრესს, ხო, რაღაცა მიყვირის, მეჩხუბება და ასე შემდეგ. მანდ ერთი არის რომ მიდგომა არის, ჩემი მიდგომა არის სუსტი. რატო? მე ამას პირადულად ვიღებ, რომ მაგალითად მე ცუდი მოთამაშე ვარ, ან ვერ დაუმტკიცებ რომ ძალიან კარგი მოთამაშე ვარ, რაღაც მსგავსი. ეს არის არასწორი მიდგომა, იმიტომ რომ შენ მაგიტო არ თამაშობ მანდ რომ შენ მწვრთნელს თავი მოაწონო. კი, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ ძალიან პატარა მიზეზი არის ეგ. შესაბამისად მიდგომა არის აქ ის რომ მე თუ მწვრთნელი მიყვირის, ეს პირადულად კი არ მივიღო, ვეცადო რომ იქიდან რაღაც ტექნიკური დეტალები წამოვიღო. რაღაც ხო გიყვირის, არ ვიცი, შეიძლება ცუდად დაუყვიროს ვიღაცამ რომ მიდი ტრაკი გაანძრიე, გაიქეცი რაღაცა. კი, ცუდად შეიძლება დაუყვირონ და არის ეგეთი ბევრი შემთხვევა, მაგრამ ეცადე რომ ისეთი ტექნიკური რაღაცები წამოიღო, რაც შენ დაგეხმარება იმ მომენტში. და მე თუ რაღაც არ მოგწონს, მიდი ამ მწვრთნელთან და უთხარი. შეიძლება ერთმა გაითვალისწინოს, შეიძლება მეორე არ გაითვალისწინოს, ეხლა ეგ ცალკე საკითხია. ეს კიდე ერთი შემთხვევა. თუ გულშემატკივრების საკითხს მივადგეთ კიდე. მაგალითად თუ გულშემატკივრები გავლენას ახდენს ჩემზე, მოწინააღმდეგის გულშემატკივარი ან ჩემი გულშემატკივრების თუნდაც, მანდაც ინტერპრეტაციის ამბავია. მაგალითად აი ჯოკოვიჩზე ნადალს რო ყვიროდნენ ნადალ, ანუ ამხნევებდნენ ნადალს. თითქოს ეს ჩემთვის ის იყო რომ ჯოკოვიჩს ყვიროდნენო. ანუ საკუთარ თავს კი არ ატყუებდა ეს. მისთვის დამატებითი мотиваცია არის, რომ მოუგოს მე ნადალს, იმიტომ რომ ნადალს ბევრი გულშემატკივარი ყავს. ანუ გააჩნია როგორ შეხედავ, შენ თუ შეხედავ როგორც დამატებითი ძალად, რაც მოგეხმარება ამ თამაშზე და ენერგიას გაძლევს, მაშინ ძალიან მაგარია. მაგრამ შენ თუ შეხედავ რომ ეხა მე ამ გულშემატკივრებს დაუმტკიცებ რომ ესენი ცდებიან და რაღაც გავცე რაღაც არასწორი ფოკუსი მაქვს. იმიტომ რომ ფიქრობ სხვა ადამიანების აზრებზე და მე თამაშზე კონცენტრაციას ვკარგავ. კაი, კიდე გადავედით. სტრესს რა შეიძლება მიწევდეს? სტრესს შეიძლება მიწევდეს ჩემივე შეცდომა. დავუშვი შეცდომა,
ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვი 5 შეცდომა დაუშვი 6 შეცდომა აღარ შემიძლია იმდენი შეცდომა დაუშვი. ხო აიწია ჩემს ეს შეიძლება მე ბურთიც აღარ მოვითხოვა ბურთს დავემალო რაღაც safe ზონაში დავდგე Mhm. სადაც არაფერი არ მოხდება და შეიძლება შენც ყავს ეგეთი სპორტსმენები კი არა ყველა გუნდში არის ეგეთი სპორტსმენი. მანდაც ინტერპრეტაციის ამბავი რომ შეცდომას როგორ ვუყურებ. მე თუ ამ შეცდომას ვუყურებ რომ ეს შეცდომა პირიქით ცუდი არის, ვერ დამეხმარება, გუნდს დავაღალატებ, ძირითად შემადგენლობაში აღარ მოხვდები და ასე შემდეგ. მე თუ შეცდომას ესე ვუყურებ, რა თქმა უნდა სტრესი მაღლა იქნება, აბა რა იქნება. შეცდომას უნდა შევხედო როგორც ზრდის შესაძლებლობას, რომელიც მეხმარება რომ უკეთეს გავხდე. გუში ლაპარაკობდა სხვადასხვა ნინიაშვილი თამაშის შემდეგ რომ შეცდომები გვჭირდება იმისთვის ამ შეცდომებისგან ვისწავლოთ და უკეთესები გავხდეთ. Mhm. ეს არის სწორი ხედვა. და ეს არის ტოპ ათლეტების ხედვა. და ვისაც ეს ხედვა არ აქვს, საბოლოო ჯამში ცხვირს წაიტეხს. მე წავიტეხე და ძალიან ბევრი სპორტსმენი არსებობს, ვინც კიდე მომავალში წაიტეხავს. კიდე რა მაგალითი შეიძლება სტრესის აწევაზე, რა შეიძლება სტრესი ამიწიოს. ბევრი მაგალითი გიგითხარით, მე მაგალითი მე გითხარით. მყოლია მაგალითად ისეთი მოთამაშეები, რომლებიც მშობლების ან ნათესავების დასწრება მინდოდა მე მასე რა ქვია თამაშზე არის ძალიან მაღალი სტრესი. კი, მინდოდა მაგ შემთხვევაში რა მაგალითად შეიძლება რა კი, ქნას? კი, კი, კი. სხვა შორის ეგ თავში გამიარა მაგ იდეა და დამავიწა და კაია რომ გამახსენე. მან ორნაირი სპორტსმენი არსებობს. რომელიც ერთი არის რომელიც თავის ოჯახს ეუბნება რომ მოდი საერთოდ არ მოხვიდე, მეორე არის რომელიც ეუბნება რომ ვერ ეუბნება რომ არ მოვიდეს და საბოლოო ჯამში ვერ თამაშობს. მანდაც არის ისევ ინტერპრეტაციის საქმე ეგ. როგორ ინტერპრეტაციას ვაკეთებ, როცა ჩემი ოჯახი თამაშს ესწრება. ისევ მე თუ ვფიქრობ რომ მამა ჩემს მინდა დავუმტკიცო რომ მაგარი მოთამაშე ვარ, არასწორი ფოკუსი არ. შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც დასამტკიცებელი გაქვს, მაგრამ ეგ არ უნდა იყოს შენი მთავარი мотиваცია. მთავარი мотиваცია რა არის, რომ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი სპორტი, განვითარება, ის რომ ჩემი უნარები გამოვავლინო, ეს ხო არის მთავარი мотиваცია, რატო ქვია თამაში? იმიტომ რომ ვერთობი მანდ. კი ახლა ჩვენთვის ცხოვრება არის, ჩემთვის ცხოვრება იყო, მაგრამ უშუალოდ როცა კორტზე შევდივარ, იქ თამაშია და სხვა არაფერი. შესაბამისად კიდე ერთ კითხვას უსვამ ხოლმე, რომ ანუ რა გინდა შენ თამაშზე ბევრი ხალხი იყოს თუ არ იყოს? მინდა რომ იყოს. მაშინ რა გინდა? იყოს ეს ხალხი. რას გიშლის, ხო? ესე ძალიან. მაგრამ მან კიდე სხვა დამატებით პრობლემები არის, რომ შეიძლება იმიტომ არ უნდა მშობლის მოსვლა, რომ მე თამაში რო დამთავრდება, ის მშობელი გაუბრაზდება. აი შედარებით პატარა ასაკზე მაქვს რა საუბარი. 16, 17, 18 წლის ან დიდ პროფესიონალებთანაც შეიძლება იყოს, მაგრამ ეგეთი დოზით არ არის. ის მოლოდინი, რასაც მშობელი ბავშვის თამაშზე ქმნის, ხო? კი, კი, შეიძლება თამაში წინ უთხრას, რომ ისეთი რაღაც უთხრას, რომ საერთოდ მოშალოს. შეიძლება ეგონოს, რომ ძალიან მაგარ რაღაცას ეუბნება, მაგრამ მოშალოს. ერთ მაგალითს გეტყვი ჩოგბურთზე. ეს მაგალითი ძალიან მიყვარს. რომ შენ თუ მაგრა ითამაშებ, სპორტსმენს ეუბნება თავის შვილს. შენ თუ მაგრა ითამაშებ, შენი საუკეთესო თამაში თუ ითამაშე, ამ მოწინააღმდეგეს მოუგებ 6-0, 6-0. ერთი შეხედვით ხო ძალიან მაგარი წინადადებაა და мотиваცია მივეცი რომ ეს ძალიან მაგარია. მაგრამ ხო შეიძლება რომ ერთი გეიმი წავაკო. ჯოკოვიჩი ხო აგებს ერთ გეიმს. ნადალიც აგებდა, ფედერერიც აგებდა, ალკარაზიც აგებს, სინერიც აგებს და ყველა წავაგებს ერთ გეიმს. მე ეგრევე ჩემი ტვინი რას იწყებს რომ დედა ჩემმა მითხრა, მამა ჩემმა მითხრა რომ შენ თუ კარგად ითამაშე 6-0, 6-0-ს მოიგებ, ერთი წავაგე უკვე, ესე იგი კარგად ვერ თამაშობ. იმედგაცრუება აქვს უკვე. იმედგაცრუება მე საკუთარი თავის მიმართ და ეს ყველაფერი ხდება არაცნობიერში. ანუ მაგას ესე შენით კი არ ფიქრობ ამას რომ ესე და ესე ამდენი ანალიზის დრო იქ არ გაქვს. უბრალოდ თავისით ხდება რა ეს ყველაფერი. შესაბამისად, შენ უნდა შევქნას სწორი მოლოდინი. მშობლებთანაც მუშაობ ხოლმე მაგ შემთხვევაში, რომ სწორი მოლოდინი რა არის, რომ ითამაში შენი თავისთვის. მე თავი დამანებე. იმიტომ რომ ჩემთვის არ თამაშობ ამ სპორტს. შესაბამისად, მანდაც სწორად უნდა შეხედოს და კიდე ტექნიკები რო გითხრა ეს სტრესი როგორ შეიძლება შემომცირა, მაგალითად კალათბურთელები აკეთებენ ხოლმე, რომ შესვლის რუტინა აქვთ. აი, რამდენი მინახავს სტეპკარი რო გაიქცევა იქით ფარისკენ, ლებრონი რო ის არის ხო? რა არის ეგა? ქუეს როკერს, ხო? სარცის გავხდი რაღაცა. ეგეც რუტინა არის. პოლ ჯორჯზე ვიცი რომ ეს აკეთებს. მომზადების რუტინა შეგიძლია შეიმუშაო. ასევე შეგიძლია რომ მაგალითად ჯარიმებს რო ესვი, ხო, ჩემთვის სტრესულია, შეგიძლია ჩასუნთქვები გააკეთო, რაც ჩვენ როცა ანერვიულებულები ვართ, როცა ღრმად ჩავისუნთქავ, თითქოს ეს გულის რიტმი ოდნავ ნელდება, ხო? უეჭველი ნელდება თან ერთი ჩასუნთქვით.
მე თუ ნერვიულობ ჩაგდების დროს, იმიტომ რომ ძალიან საფასუხისმგებლო სროლა არის. შემიძლია ერთი ჩასუნთქვა გავაკეთო. რაც დამეხმარება. შეიძლება ორი ჩასუნთქვა გავაკეთო და ძალიან ბევრი სპორტსმენი გვინახავს, ვინც მაგას აკეთებს, ხო? თითქმის კი, ყველა კი. აკეთებს მაგ ჩასუნთქვას ფეხბურთის და მე ყალიბურთის. გამახსენდა ერთი რამ კობი ბრაიანტზე, როდესაც მამამისმა უთხრა იმ მშობლის თემას რა დავუბრუნდეთ. ვიცი რა თქმა უნდა. აა გინდა წააგო თამაში, გინდა მოიგო, სულ რომ 0 ქულა დააგროვო, მე შენ მაინც მიყვარხარ. ანუ ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება რომ მშობელმა უთხრას. და ასევე რუტინაზე გამახსენდა, თუნდაც აი საჯარიმოს რუტინაზე გამახსენდა სტივნეში, რომელიც ყოველი საჯარიმოს წინ ერთი და იგივე მოძრაობას იმეორებდა ბურთის გარეშე, სანამ მსაჯი მიაწვდიდა. და კიდე რაღაც გამახსენდა, მაგრამ დამავიწყდა. ამიტომ გეტყვი კობი ბრაიანტზე გეტყვი ჯერ. მჰმ. კობი ბრაიანტზე შეგვიძლია დავსხდეთ და ალბათ ერთი ორი კვირა ვისაუბროთ გაუჩერებლად, იმიტომ რომ მენტალიტეტი შემოიტანა სპორტში. თვითონვე შექმნა მან და ეხლაც დამიჯერე მაგის ვიდეოებს, წიგნებს, ფილმს, ანუ ყველაფერს უყურებ, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი წამოვიღე და ყველა ჯერზე რაღაც ახალს ვსწავლობ. ეხლა ტელეფონში მაქვს 15 წუთიანი რაღაცა სპიჩი არის კობი ბრაიანტის და ჩემი დილა ორი კვირა ეგრე იწყება, რომ ამას ვუსმენ. ერთი მხრივ ჩემთვის мотиваცია არის, რომ ჩემ საქმეში კარგი ვიყო და მეორე მხრივ ისეთ რაღაცეებს აღმოვაჩენ, რაც მე ვიყენებ იმას სპორტსმენებთან. მიდგომების ამბავი ისე. ხო და ეგ მშობელს შეუძლია გააკეთოს. ყველაზე მაგარი რაღაც რაც შეუძლია გააკეთოს არის ის, რომ შენ წააგებ, მოიგებ, ცუდად ითამაშებ თუ კარგად ითამაშებ, მე შენ ძალიან მეყვარები, მაინც და მხარს დაგიჭერ. ზოგმა მშობელმა შეიძლება თქვას, რომ ეგ ისედაც ეგრე არის. კი, ვიცი რომ ეგრე არის და ყველა შვილს თავის შვილისთვის კარგი უნდა, მაგრამ უნდა უთხრა, ის პატარაა, ვერ ხვდება მაგას. შეიძლება ხვდებოდეს, მაგრამ სჭირდება ამის დამტკიცება, რომ უთხრა ეს. და ბევრი მშობელი ხა შედეგზე ორიენტირებული, რა თქმა უნდა მაგას. ლაპარაკი. ერთ-ერთ შემთხვევაში შეიძლება იმას ქნა რა, რაღაცა როგორ თქვა ეს გაუბრაზდესავით, ან გაბრაზები არც დროს არ არის კაი, მაგრამ ერთ-ერთ შემთხვევაში თუ ეთიკურად არასწორად მოიქცევა და არ დაიხარჯება. ეხლა მე თუ არ გავიქეცი და ჩემ გუნდელს უეჩხუბე ამ მწვრთნელთანაც რაღაცა არა ეთიკურად მოვიქეცი, მაშინ რა თქმა უნდა ეხლა მშობლის მოვალეობა არის, რომ თავის შვილი აღზარდოს და უნდა უთხრას, რა თქმა უნდა, როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ ეგეც მშვიდად უნდა უთხრას. ერთი რამ გამახსენდა, ისე ჩვენ ადრინდ ლაპარაკებს რო დაუბრუნდეთ. შენ ახსენა ესეთი რამ, აღარ მახსოვს რომელი ფეხბურთელის გვარი ახსენი, მაგრამ ფსიქოლოგი უგზავნის მედიტაციისთვის სიტყვებს. კოჩორაშვილი. რა მაინტერესებს, აი, როდესაც დაბალ ასაკს, თქვათ, უფრო ასაკობრივ მოთამაშეს არ აქვს იმის რესურსი, რომ ფსიქოლოგი ყავდეს, თქვათ. თუ შეიძლება ეს რაღაც გაკეთება, რომ მოთამაშემ თვითონ ჩაუწეროს რაღაც 5 წუთიანი სიტყვები, რაღაც პოზიტიური, რაც თვითონ ჩათვლის საჭირო დრო ჭირდება და მაგის რომ მოусმინოს ხოლმე თამაშის წინ. რომელმა მოთამაშემ ჩაუწეროს? თვითონ თავის თავს ჩაუწეროს? ხო, თვითონ თავის თავს რო ჩაუწეროს. კი, მაგრამ ეგ მედიტაცია არ არის, უბრალოდ დადებითი საუბარი არის საკუთარ თავთან, რასაც მეც ვაკეთებინებ ხოლმე, რომ მაგალითად ჩამოწერე წინადადებები, რომლებიც შენი აზრით შენზე კარგად აისახება. არ ვიცი, მაგალითად შეიძლება იყოს, რომ ყოველდღე განვითარებაზე ვფიქრობ, დღეს უკეთესი ხდები, ვიდრე ვიყავი გუშინ. ფოკუსირებული ვარ ჩემ თავზე, არ ვფიქრობ სხვა ადამიანებზე. არ ვიცი, რა წინადებაც მოგწონს. კი, შეგიძლია ეგ წინადები ჩამოწერო. შეგიძლია წაიკითხო, შეგიძლია ამ წინადებებს მოусმინო, მაგას აფირმაციებს ეძახიან, რაც გეხმარება, რომ სწორ რაღაცეებზე იყო ფოკუსირებული. რაც შეეხება მედიტაციას თავისით ვერ გააკეთებს, გამორიცხულია. ეგ მედიტაცია არ არის, ეგ არის საკუთარ თავთან პოზიტიური საუბარი, რაც ძალიან კაი არის ისედაც. ეხლა 12 წლის და 13 წლის სპორტსმენს მედიტაციის ისედაც არ ვაკეთებინებ. ცოტა დიდი ასაკი სჭირდება მაგას. ძალიან კაია ეგეც კი. კაი, მოდი გადავიდეთ ტრავმებზე. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ტრავმა არის ფაქტობრივად, რაღაც შეიძლება გეგმა ქონდეს მოთამაშეს, რომ რაღაც ვთქვათ, 1 თვეში, 2 თვეში, 3 თვეში ეს შედეგი უნდა დავდო და ტრავმა არის გაუთვალისწინებელი პრობლემა, რაც გაჩერებს მთლიანად. და მე აქედან დაბრუნება ბევრისთვის არის ძალიან რთული ფიზიკურ დონეზეც და ფსიქოლოგიურ დონეზეც. რას ფიქრობ შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, აი მოთამაშეებს
რა მენტალური, ფსიქოლოგიური პრობლემა ხვდებათ პირველი და ყველაზე დიდი ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ? კი. შენ წარმოიდგინე და ფიზიკური აღდგენა დამოკიდებულია ჩემ აჰა, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. აჰა, თუ მე ფსიქოლოგიურად კარგად მშვიდად არ გრძნობ თავს, მაშინ ჩემი ტრავმის მორჩენის დროც, რა თქმა უნდა, იწელება. ანუ მნიშვნელოვანია შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მაგ შემთხვევაში როგორია. თავიდან ტრავმას როცა აიღებ, რა თქმა უნდა, ძალიან რთული არის. არ გეუბნები, რომ არ უნდა გაგიტყდეს, არ უნდა იყო იმედგაცრუებული, არ უნდა გრძნობდეს თავს ცუდად. კი, ახლა ჯვარედინ მყესებს რო გაიწყვეტ, რანაირად შეიძლება რომ კარგად იგრძნო თავს, ან გუშინ უსიალოს რომ მოუვიდა ის რაც მოუვიდა, რანაირად შეიძლება რომ თავი კარგად იგრძნო. მაგრამ ეს პერიოდი თუ დიდი ხანი გაგრძელდა, ის ტრავმაც შესაბამისად უფრო დიდ დროს მოითხოვს. აჰა, ამიტომაც შენი ვალი არის რომ ეს იმედგაცრუება, ეს წყენა, ეს ბრაზი რაღაც დღეების განმავლობაში შენთან იყოს, მაგრამ ერთი კვირის და ორი კვირის მერე უკვე უნდა დაიწყო ფიქრი რეაბილიტაციაზე. აჰა, მანდაც ინტერპრეტაციის ამბავი არის. ყველა სპორტსმენს გონია რომ ვეღარ დაბრუნდება ისეთი ძლიერი, როგორიც ადრე იყო. აჰა, მან უსვამ ერთ მარტივ კითხვას. ვისზე არის დამოკიდებული, როგორ დაბრუნდები? პასუხი რა არის? ჩემ თავზე. აუცილებლად. ხო და თუ ჩემ თავზეა დამოკიდებული, მაშინ რაღაცო მეშინია. თუ მე სწორად და ხარისხიანად გავივლი ამ რეაბილიტაციას, შესაბამისად ჩემი ჩემი ფორმაც კარგი იქნება, როცა დავბრუნდები. ზოგს ფიქრი აქვს, რომ შეიძლება ძირითად შემადგენლობაში ვეღარ დაემკვიდროს ადგილი, იმიტომ რომ ამდენ თამაშს გამოტოვებს. მანდაც კითხვა, ვიზე არის დამოკიდებული ძირითად შემადგენლობაში მოხვდები თუ არა? შენზე არის დამოკიდებული. შედარებით რთული საკითხი არის თუ სპორტსმენს ეშინია ტკივილის. შეიძლება ვიღაცაზე დაინახა რომ მაგალითად ფეხი მოიტეხა ან რაღაცა და ეს რაღაცნაირად ტრამულად გადაიქცა მის ფსიქიკაში. მე თუ ტკივილის მიღების მეშინია, მაგას კიდე ცალკე ფსიქოლოგი ჭირდება, სხვა ტიპის ფსიქოლოგი ჭირდება, თერაპია ჭირდება, იმიტომ რომ მაგას არათერაპიული მიდგომებით ვერ მიხედავ. შესაბამისად, თუ ისეთი სპორტსმენი გვიყურებს ახლა, ვისაც ტკივილის ეშინია, მას სხვა ტიპის ფსიქოლოგი ჭირდება. სპორტის ფსიქოლოგი არ იყო. ხო და პირველი ასე ვაკეთებ ხოლმე, იცი? რომ მიზნებს ვაწერინებ მანდაც. რომ მაგალითად ერთი კვირის მიზანი რა არის, ორი კვირის მიზანი რა არის, მესამე კვირის მიზანი რა არის. მაგალითად პირველი კვირის მიზანი არის ის, რომ ჯერ უბრალოდ ვისეინებ, მერე ზუნზულს დავიწყებ, მერე აჩქარებებს გავაკეთებ, მერე სპრინტებს გავაკეთებ. რაღაც მიზნები ჭირდება, რაზეც ორიენტირებული იქნება. და პლუს რაც ძალიან მომწონს არის ის, რომ შეგიძლია შენ ცხოვრებაში სხვა მიმართულებები მოაწესრიგო, როდესაც ტრავმა გაქვს. მაგალითად, რა შეიძლება იყოს? ვიღაც შეიძლება იყოს სწავლობდეს, ვიღაცა სკოლაში იყოს, არ ვიცი, ვიღაც ოჯახში რაღაც არეულობა გქონდეს, ან რაღაც სხვა 1000 პრობლემა არსებობს, რაც ადამიანს აქვს, ხო? როცა მე ვუქმობ, შეიძლება რომ სხვა მიმართულებები მოვაწესრიგო, ხო? და მანდ უკვე შენ ცხოვრებას თითქოს უფრო მეტი აზრი ეცემა, იმიტომ რომ ეს ტრავმა კი ცუდი არის, მაგრამ მოდი სხვა რაღაცებს მოვაგვარებ ეხლა. და პლუს კიდე რაც მესამე მიდგომა, რაც ძალიან მომწონს, არის ის, რომ საკუთარი თავი აღმოაჩინო. კონორ მაკგრეგორი ამბობდა მაგას, რომ ყველას გონია, რომ ტრავმა არის გამოტოვებული პერიოდი. არა და პირიქით, საკუთარი თავის აღმოჩენის პერიოდი არის. მაგარია ძალიან. მაგ დროს შეგიძლია ისეთი რაღაცები აღმოაჩინო, რაც აქამდე არ გქონია. შეიძლება ისეთ რაღაცაზე დაგაფიქროს მაგ ტრავმამ, რაზეც აქამდე არ დაფიქრებულ ხარ. ოღონდ გააჩნია როგორი ფიქრებ მანდაც. ხო. ასევე შეგიძლია შენი გეგმა ბეჭს დასახო თუნდაც. რომ აი მაგალითად ფეხბურთს დავამთავრებ და კალათბურთს დავამთავრებ, მე რას გავაკეთებ? სად მინდა? რა მომწონს, რა მიმართულება მომწონს ფეხბურთის გარდა? ეხლა რომ გააჩერო სპორტსმენი და რო კითხო ფეხბურთის გარდა და შენი სპორტის გარდა რა მოგწონს? 80% ვერ გიპასუხებს. მაგიტოა მე კარიერას რო ანებებენ თავს დეპრესიაში რო ვარდები. შესაბამისად ეს მენტალური მწვრთნელი მაგასაც გაძლევს, რომ ესეთ რაღაცას შეიძლება მაგ მომენტში დაგაფიქროს და მაგ მომენტში რო დაფიქრდები ეგეთ რაღაცაზე, მე კარიერასაც რო დავამთავრებ, გაცილებით მარტივი არის მაგ კარიერის დამთავრებასთან შეგუება, იმიტომ რომ იცი რაც მოგწონს. კობი ბრაიანტმა ტრავმის დროს აღმოაჩინა, რომ უნდოდა რომ სტორითელერი ყოფილიყო, რასაც აკეთებდა. და ოსკარიც მიიღო. ხო, და ისიც ფილმიც გადაიღო, ხო და
შესაბამისად ცხოვრებაში არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც სპორტზეს. აჰა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ეგრე იყო და მმ. ალბათ ყველა სპორტსმენისთვის ეგრეა. ეს შეიძლება იყოს ოჯახი, შეიძლება იყოს სხვა ბევრი რაღაც. და როცა ეს მიდგომა გაქვს, რთული მომენტების გადალახვა შენთვის უფრო მარტივი ხდება. სანამ გადავალ შემდეგ კითხვაზე, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი, ეს არხი ემსახურება სპორტსმენების განვითარებას და არხის წინსვლა მოგცემს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტ სპორტსმენს დაეხმაროთ და უფრო საინტერესო ადამიანები მოვიყვანოთ, რომ უფრო მეტი ხრიკები და რჩევები მიიღოთ მათგან, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი. და ძირითადად რა მაინტერესებს, ამ დროს ანუ ემოციური მდგომარეობა, ცოტა ისეთ რაღაცას გითხო. ემოციური მდგომარეობა რამდენად პოზიტიური იყოს, ანუ პოზიტიური რო იყოს უფრო სწორედ, არიან მოთამაშეები, როდესაც ამ დროს მავნეჩვევებითაც არიან დაკავებული ხო, და ამით იქმნიან კი, პოზიტიურ რამდენიც კი და. ემოციებს. აჰა. რამდენად როგორ უნდა დაიცვას, თქვათ, აი, ანუ ოქროშუალედი ან რომ მხარისკენ უფრო უნდა გადაიხაროს, შენი რეკომენდაცია რა იქნება ამ აჰა. შემთხვევაში? მანამდე მავნეჩვევების რატო ყალიბდება? იმიტომ რომ ჩანაცვლებას აჰა. აკეთებ. რაც მე ადრენალინს, რაც მე სიამოვნებას მარიჭებდა, ეგ აღარ მაქვს წარმოიდგინე. და მავნე რაღაცეებისკენ ვარ მიდრეკილი, რომ იმან მომცეს იქნებ ეს რაღაც. ეს შეიძლება იყოს თამაში, ჯორდანის ხო თამაშობდა. აჰა. წარმოიდგინე რაღაც პერიოდი თამაშობდა, იმიტომ რომ ის ადრენალინი მოსწონდა, რაც ქონდა. აჰა. შესაბამისად, ჩამნაცვლებელი უნდა მოიფიქრო. და მე თუ მავნე რაღაცით ჩავანაცვლებ, ეს რა თქმა უნდა, ჩემზე ცუდ გავლენას მოახდენს. ანუ სწორი რაღაც უნდა მოვძებნო და მაგიტო ანუ გითხარი წერა. ფიზიკურად მოახდენს ცუდ გავლენას. აი თუნდაც რა თქმა უნდა. ცუდი საჭმელის ჭამა, ან მავნეჩვევის, აი კი. თუნდაც მოწევა, ან რაღაც კი. მსგავსის დაწყება, ფიზიკურად იმოქმედებს ჩემს. შეიძლება ემოციურად კარგად იმოქმედოს რაღაც მოკლე მონაკვეთში, მაგრამ ემოციურადაც არ იმოქმედებს შენ წამ. იმ მომენტში კარგად იქნები. აი ეს ბოლოს აი რაღაც თქვი. აჰა. იმ მომენტში კარგად იქნები, აჰა. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში უარესად იქნები. აჰა. 100%-იან ხალხი სასმელს ატოსვავს. ხა მეც მიყვარს და სხვა ადამიანებს უყვარს, მაგრამ როცა სტრესში არიან, ან სიგარეტს, ან სასმელს რატო სვამენ, რომ იმ მომენტში ეს თითქოს უყუჩებს. მაგრამ მე თუ ფიზიკურად უკეთეს მდგომარეობაში ვარ, ემოციურადაც უარეს მდგომარეობაში ვიგდებ თავს. ყველა ვარიანტი, აი ძილზე ავიღოთ თუნდაც. მე თუ კარგად არ მძინავს, ჩემი გადაწყვეტილება უარესი შეიძლება იყოს. შეიძლება ჩემი რეაქცია შენელებული იყოს და ასე შემდეგ. ეხლა ვიღაც მოვა და მეტყვით რომ აი იმ დღეს 2 საათი მეძინა და ძალიან მაგრად ვითამაშე. მაგარი ხარ. მაგრამ შენ რო ეგ გააკეთო 10 თამაშში, ვერ ითამაშებ ეგრე რა და ამიტომაც თითქოს აი ესე ვიწროთ აზროვნებენ ხოლმე ხანდახან და ისეთ რაღაცებს ეძებენ, ისეთ რაღაცებს ეჭიდებიან, რაც მართალს აგრძნობინებს თავს, მაგრამ აქ იმაზე კი არ უნდა იფიქრო, შენ მართალი ხარ თუ რომ გაუმართლებს, რომ კი, გამართლება, გაправება. აინც თქვენს რუსულ. მაგრამ თითქოს მაგით უფრო კარგად იმოშვება, გადმოიცემა ეგისა რა. მაგით ამართლებენ ამ მავნეჩვევებს, რომ არ გაგზნობ თავს და ჩემთვის ეგრე კაი არის, ან თამაშს თუ დავლევ. ძილი, აი თამაშამდე ძილი არის ძალიან ისეთი ფაქტორი, იმიტომ რომ მე თვითონაც გადამიტანია ჩემ თავზე დარწმუნებულად შენც გექნება გადატანია შენ თავზე და ბევრი სპორტსმენისგან გამიგია ჩემი მოსწავლეებისგან, რომ როდესაც მაქვს შეჯიბრი მეორე დღეს, იმ ღამით არ მეძინება, ფიქრები არ მაძინებს. აი მაგ დროს რა უნდა გააკეთოს მოთამაშე. კი, თამაშის რომ ხარისხიანი ძილი ქონდეს თან. კი, კი, მესმის. თამაშის წინა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი. არა მარტო წინა დღე, მთლიანი კვირა არის მნიშვნელოვანი. ჩემი მთლიანი კვირა თუ კარგად არის სტრუქტურირებულად დალაგებული, თან აი კიდე მინდა ვთქვა 21 საუკუნის სპორტი არის საერთოდ სხვა რაღაც. არ ვიცი, ყველაფერი ციფრებზეა, ყველაფერი ითვლება, შენი გული როგორ ზგერს, რამდენს გაირბენ, რამდენ აჩქარებას გააკეთებ, ყველაფერი ითვლება საერთოდ, რამდენ კალორიას შეჭამ. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს აქ და მე თუ ამას ყურადღება არ მივაქციე, მე შეიძლება ცუდი შედეგი დამთავრდეს. მანდაც ეგრეა რომ თამაშის წინა დღეს ბევრი სპორტსმენი ფიქრობს რომ მე თუ თამაშზე ბევრს ვფიქრობ, ეგ კარგი არის. არ არის კარგი. ეგ პირველი ეტაპი არის ეგ რომ გაიაზრო რომ კარგი არ არის რატო? რომ ერთ მაგალითს გეტყვი. მორაგბე მყავდა თამაშის წინა დღეს, თამაში წარმოვიდგენ ბოჭოს როგორ ვაკეთებ. და ვოფლიანდებიო წარმოვიდგინე, იმდენი ხანი წარმოვიდგენდა. და ანუ ფიზიკურად მე გამოვიფიტე, ემოციურადაც გამოვიფიტე, ეს ფიზიკური მზაობა და ემოციები მეორე დღეს მჭირდებოდა. შესაბამისად უკვე აღარ მაქვს ეს ისენი. და მანდაც უნდა შეიმუშაო რუტინა, რასაც გააკეთებ.
დილის რუტინა, საღამოს რუტინა, რასაც მე სულ ვაკეთებ. Mhm. მაგალითად, დაძინების წინ ვკითხულობ წიგნს, ვკითხულობ ლოცვას, ასეინოთ მივდივარ ღრმად, ჩავისუნთქავ ჰაერზე, სიმღერას მოვუსმენ შვიდს, მივიღებ ცხელ შხაპს ან გრილ შხაპს. რაღაც უნდა ჩამოვაყალიბო, რაც შენზე კარგად მოქმედებს. მე როცა ვაკეთებ ამას 5 თვის, 6 თვის განმავლობაში, მე იმ თამაშის ფიქრებს გავუმკლავდებ, იმიტომ რომ ვიცი რომ სხვა რაღაც მაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად ეს გრძელვადიანი პროცესია და ერთი რაღაცა კონკრეტული წამალი მანდ არ არსებობს. მაგრამ შენ ყველანაირად უნდა იცოდე რომ საღამოს თამაშზე არ იფიქრო. იმიტომ რომ შენ თორმე უნები რომ არ მაძინებსო. შესაბამისად მე თუ სხვა რაღაც გავაკეთე, ესე იგი უკეთესად დავიძინებ. მანდ ეხა პატარა რეკომენდაციები ისაა რომ ძილზე ძალიან მარტივი რეკომენდაციები კიდე ისაა რომ ოთახში ტექნიკა არ უნდა გქონდეს. ჩაბნელებული უნდა იყოს ეს ოთახი. დადებითი ემოციებით უნდა დავიძინო. კიდე არის ის რომ ტემპერატურა ასე თუ ისე 21-22 გრადუსზე უნდა იყოს. მაგრამ ნუ ეს პატარა დეტალები, ამასაც კი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ჩემი სისტემა, რითაც მოქმედებ. დღის განმავლობაში რა გავაკეთე, კიდე მაგასაც მნიშვნელობა აქვს. ემოციური ინტელექტი როგორი გააქვს, მაგასაც კი მნიშვნელობა აქვს. ხო გვაქვს რაღაცა IQ გვაქვს, რომელიც ორიენტირებულია ჩემ აზროვნებაზე, ლოგიკურ აზროვნებაზე, რაღაცა ორი მოვლენა რომ ერთმანეთს დავაკავშირო. პლუს მაქვს ემოციური ინტელექტი. ეს ემოციური ინტელექტი მეხმარება რომ ემოციები გავაკონტროლო. მაგაზეც მუშაობ, რომ ეს ემოციური ინტელექტი უფრო მაღლა ავიდეს. შესაბამისად, რატო ვახსენე იცი ეს, რომ დღის განმავლობაში შეიძლება რაღაცა სტრესული მოხდეს ჩემ ცხოვრებაში, ხო? ცხოვრება რა, ხდება ეგეთი რაღაცები. ჩემი ემოციური ინტელექტი თუ მაღალია, შემიძლია ამ სტრესთან გამკლავება. თუ ჩემი ემოციური ინტელექტი დაბალია, ეს სტრესი ჩემზე გავლენას ახდენს, მე შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს ჩემს ძილზეც. აი, რამდენი ფაქტორია წარმოიდგინე. ძალიან რთული თემა. რთულია, მაგრამ შენ თუ სისტემას ჩამოვაყალიბებ, მე ყველაფერი მარტივი არის. და მაგიტო გჭირდება ვიღაც, ვინც ამას გასწავლის, მიმართულებას მოგცემს და ერთად იმსჯელებთ. ისევ ხო გეუბნები. მე კი არ ვეუბნები რა უნდა გააკეთონ. ვთავაზობ, ასევე მსჯელობთ, რამ შეიძლება უკეთესი გავლენა მოახდინოს მასზე. მე ტესტავ და ძალიან ხო, მე ტესტავ, შეიძლება კარგი ეფექტი ქონდეს, შეიძლება საერთოდ არ ქონდეს. ის რომ ცუდი ეფექტი ქონდა, ეგ არის ანუ გამორიცხული არა, რანაირად შეიძლება ცუდი შედეგი ქონდეს მედიტაციას, აი ვერ ვხვდები. უბრალოდ ცუდი შედეგი რანაირად შეიძლება ქონდეს, ან მიზნების დასახვას. აი მიზნების დასახვაზე აუცილებლად გადავალთ. იქამდე მაინტერესებს ისე ტრავმებს რომ მეუბრუნდეთ. ხო არიან მოთამაშეები, რომლებიც ტკივილს და ტრავმას არ აქცევენ ყურადღებას და პირიქით მაინც ვარჯიშობენ, მაინც თამაშობენ. აი ეგ რამდენად კარგია ან ცუდია და რა ფსიქოლოგიური მომენტი აქვს მაგ დროს მოთამაშეებს. მაგალითი მოქვს ძალიან მაგას. ერთი მორაგბე იყო, არ ვიცი შეიძლება უყუროს, უნდა მეკითხა ალბათ, არ ვიცი, მაგრამ არ მგონია სახელს არ ვამბობდო. ერთ-ერთი მორაგბე იყო, ტკიოდა, კოჭი ტკიოდა ძალიან. სხვადასხვა ძალიან ძლიერია მენტალურად, აი შეუძლია ყველაფერს გაუძლოს. და არ ამბობდა ეს რომ ტკიოდა, იმიტომ რომ ისეთ გუნდში იყო, რომ იმ მომენტში მისთვის შესვენება შეიძლება თუდად ასახულიყო მის ხელფასებს და მის კარიერაზე შესაბამისად იფიქრა რომ მოდი მივაწვევიო ჩემთვის. იმ დონემდე მივიდა წარმოიდგინე რომ ანუ ვეღარც დადიოდა, იმ დონეზე უძლებდა ამ ტკივილს. და ბოლოს რა მოხდა იცი რომ უცხოეთში იყო ეს ბიჭი და ბოლოს ფსიქოლოგმა რა უკრძალა იცი რომ სტადიონთან გავლაც კი აუკრძალა. ტრენაჟერების დარბაზთან გავლაც კი აუკრძალა. განა იმიტომ აუკრძალა რომ ისი ახირება იყო. არა, ეს ცუდად ხდებოდა როგორც კი გადიოდა. იმ დონეზე დააძალა საკუთარ თავს. აი ახლა მაგალითის მიხედვით კიდე სხვა რაღაცებს განვიხილავ. ეგეც პროფესიონალიზმია, რომ შენ თუ რაღაც გაწუხებს, თქვა და ამას მოუარო. მენტალური წვრთნა ისევ, მაგასაც გაძლევს, რომ შენ როგორ იყო პროფესიონალი. რა უნდა გააკეთო, რომ პროფესიონალი იყო. მარტო ვარჯიში პროფესიონალობა არ არის. ძალიან ბევრი რაღაცაა კიდე. შესაბამისად, მე თუ პროფესიონალი ვარ, ვიცი რომ ტრავმას როცა მივიღებ, ეს უნდა ვთქვა. ეხლა არ მაქვს იმაზე საუბარი, ჩემპიონთა ლიგის ფინალს თუ თამაშობ, შეიძლება ის ერთი თამაში გავიჭირო კი და ვითამაშო, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მაგაზე ვოცნებობდი. ეხლა კვარა გამახსენდა, ტრავმა ხო მიიღო, მაგრამ და ცალიფეხითაც ითამაშები და კი შეიძლება ითამაშო, მაგრამ ეს მე თუ ვაიგნორებ ტრავმას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩემი ფიზიკურობის ხო ძალიან ცუდია და ფსიქოლოგიური
მდგომარეობისას ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ რაღაც მაწუხებს და რაღაც რომ მაწუხებს, კონცენტრაციაში ხელს ხომ მიშლის, სტრესს ხომ მიმატებს. და მე ჩემუნარებს ვეღარ ვავლენ. მმ. შესაბამისად უნდა მიაქციო ყურადღება, მან მარტივი რეკომენდაცია არის. კი ბატონო. მოდი გადავიდეთ მიზნებზე. ყველა სპორტსმენს აქვს რაღაც კონკრეტული გზა, რაც უნდა გაიაროს. ეს კი. გზა ხანდახან სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს, თქვათ აი ტრავმა მიიღე, ან რაღაც ისეთ გუნდში მოხვდი, რომელშიც გეგონა რომ სხვანაირი სიტუაცია დაგხვდებოდა და სხვანაირი სიტუაცია დაგხვდა, ანუ გზა შეიძლება შეგეცვალოს. კი. პატარ-პატარა მიზნები შეიძლება შეგეცვალოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის ერთი მიზანი, რაც არის უმთავრესი მიზანი ჩვენთვის, ამის დასახვის მომენტში პირველ რიგში ის რო ვთქვათ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია რომ მიზანი გქონდეს და მერე როგორ უნდა დავისახოთ ეს მიზანი, რომ იყოს აი შეურყეველი და მაქსიმალურად კარგი. მიზნები უნდა დაისახო აუცილებლად და ვიტყვი რატომ უნდა დაისახო. პლუს მაგას ეს მიზნები შეიძლება შეიცვალოს. ეგეც გააზრებული უნდა გქონდეს და ეგეც მიდგომის ამბავია, რომ მე ვიცი რომ რაღაც მიზანს რო დავისახავ, ეს მიზანი შეიძლება შეიცვალოს. შეიძლება მოვხვდე ისეთ გუნდში, რომელიც არ მინდა. შეიძლება სათამაშოდ რო არ მქონდეს ისეთი, როგორიც მინდოდა. ეს დასახული მქონდა მიზნად, მაგრამ ნუ არ გამოვიდა რა. მაგრამ მანდ ორი გზა მაქვს. რომ ერთი რომ ამ ყველაფერზე ვიდარდო და მეორე ამ გარემო ფაქტორებთან ვადაპტირდე. ანუ რაღაცნაირად გზები მოვძებნე რომ რანაირად შემიძლია რომ ამას გავუმკლავდე. და ძირითადად ეგ არის ფსიქოლოგია ზუსტად რომ მე მაგაზე ვფიქრობ როგორ მოვაგვარო. მენტალური სიმტკიცე ის კი არა სულ გამარჯვებული ვარ. მენტალური სიმტკიცე არის ის რომ როცა დამარცხებული ვარ და როცა გამარჯვებული მაქვს ამ ყველაფერზე გამარჯვებული ვარ, ამ ყველაფერზე სწორი რეაქცია მაქვს. რაც შეეხება მიზნებს. თავარი მიზანი რა თქმა უნდა გქონდეს დასახული. სად მივდივარ, რატომ მივდივარ? თუ მივდივარ თბილისიდან ბათუმში, რატომ მივდივარ? იმიტომ რომ ჩავიდე, ხო? და მე თუ დავიწყე კალათბურთი, რატო ვიწყებ? იმიტომ რომ ეროვნულ ნაკრებში თამაში მინდა, იმიტომ რომ NBA-ში თამაში მინდა, მინდა რომ ევროლიგა ვითამაშო. შენ რა თქმა უნდა მთავარი destination-ი უნდა იცოდე რა არის. და პლუს კიდე უნდა იცოდე მაგ გზამდე როგორ უნდა მიხვიდე. იმიტომ რომ თუ ეს გზა არ იცი მანდ როგორ უნდა მიხვიდე, ვერ მიხვალ. ასევე უნდა იცოდე ის უნარები რაზე მუშაობაც გჭირდება. სულ არის 4 რაღაც. ფიზიკური, ტექნიკური, ტაქტიკური და მენტალური. ძალიან მარტივია. დამიჯერა ბევრ სპორტსმენს ეგეც არის. 4 რობეუნები, რამდენი მართლობით ვითარდება სპორტსმენი არ იციან. განა ვამბობ რომ ეს სპორტსმენი ცუდი არის. არა, ჩვენი ბრალი არის, უნდა მივცეთ ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა. ხო და ეს მიზნები ამ მიმართულებითაც არის რომ მაგალითად ჩამოწერე ფიზიკურად რაზე მინდა მუშაობა, ძალა, გამძლეობა, ფეთქებადობა, სისწრაფე, არ ვიცი, ნახტომი და მერე ყოველკვირეული მიზანი დავსახე რომ მაგალითად ნახტომზე ვიმუშავებ 3ჯერ. ტექნიკაზე ასე ვიმუშავებ 4ჯერ და ასე შემდეგ. ანუ აქაც სისტემას ვადგენ როგორ ვიმუშაო. შესაბამისად მე პროცესზე ვარ ორიენტირებული და არა შედეგზე. ჩიკაგოს წვრთნელი არის ხო? ფილ ჯექსონი ხო ჩიკაგოს წვრთნელი იყო? ფილ ჯექსონი ყოველთვის ეუბნებოდა თავის კალათბურთელებს სეზონის დაწყების წინ, რომ ისიამოვნეთ თქვენი მოგზაურობით და შედეგზე არ იყოთ ორიენტირებული ისე რა. რატო? იმიტომ რომ მე თუ ორიენტირებული ვარ პროცესზე, განვითარებაზე და სიამოვნების მიღებაზე, შედეგები ავტომატურად უკეთესი არის. და დამიჯერე ეს სპორტსმენები, ვინც არიან წარმატებულები ყველა სპორტში, ყველა ეგრე ფუნქციონირებს. და 15, 16 წლის, 20 წლის, 22 წლის სპორტსმენებთან მაგაზეც მუშაობ, რომ შედეგზე არ იყო ორიენტირებული, იმიტომ რომ ყოველთვის კარგი შედეგი ვერ გექნება. და მე თუ ყოველთვის კარგი შედეგი ვერ მექნება და დავმარცხდები და შედეგზე ვარ ორიენტირებული, ჩემი თავით ცუდი მეგონება და საკუთარ თავს თვითონ ყელში ვუჭერ. არა და პროცესის ნაწილია ის წაგებაც, ხო? წარმოიდგინე ხა წაგება რო არ არსებობდეს, მოგება ხო არ იქნებოდა. ანუ სიბნელე რო არ არსებობდეს, არც სინათლე არ იქნებოდა, ხო? ძალიან მარტივია და შესაბამისად წარუმატებლობა წარმატებაზეს, ანუ პროცესის ნაწილია. მთავარია შე როგორ შეხვდები მაგას. აი იანესის ვიდეო გააქვს ნანახი? ის ჟურნალისტი რო ეკითხება რომ ეს სეზონიო წარუმატებლობა არ დიდი წარუმატებლობა არ არის. შენ თუ მაგისტრის ყველაფერს აკეთებ რომ რაღაც მიზანს მიაღწიო ამ სეზონის განმავლობაში, მაშინ წარუმატებლობა არ არსებობს. უბრალოდ ეგ პროცესის ნაწილია რომ ზოგჯერ ერთი ადამიანი აღწევს, ზოგჯერ ვერ აღწევს. ზოგჯერ კარგი დღე გაქვს, ზოგჯერ ცუდი დღე გაქვს. ეგ აი ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ და ერთი ბოლო პერიოდია ყველა სპორტსმენს ვეუბნები მაგას, რომ შენ რაც შეიძლება მალე უნდა გაიაზრო, რომ ცუდი და კარგი დღეები არის პროცესის ნაწილი. ხან კარგი დღე ექნება, ხან ცუდი დღე ექნება და მიზნები მაგას გაძლევს, რომ მე ორიენტირებული ვარ
განვითარებაზე, იმ ნახტომის მჰმ. გაუმჯობესებაზე და არა რაღაცა შედეგზე. კი, სეზონის წინაც უნდა დაისახო, რომ რა არის შენი შედეგი, რომ ჩემპიონი გავხდე, სამეულში მოხვდე თუ რაღაცა ფრენჩაიზში მ. მოხვდე ან ასე შემდეგ, მაგრამ ის ყოველკვირეული და ყოველთვიური მიზნები მეხმარება, რომ უკეთესი გავხდე. მეც ვაკეთებ მაგას. ან არ ვაკეთებ, მ. რაღაცა ერთთვის მიზნებს დავწერ, თვის დასაწყისში რისი მიღწევაც მინდა. მჰმ. და მე თვის ბოლოს მაგას ვამოწმებ. და ეს მიზნები კიდე რას მაძლევს, იცი რომ აა მერე რაც ვერ მივახციე, თითქოს მეხმარება რომ უკეთესად დავსახო ეს მიზანი. მ. რამ შემაბრკოლა, რა იყო ის მიზეზი, რის გამოც ამ მიზანს ვერ მივახციე. ოღონდ ეგეც მ. შენი მიდგომის ამბავია. შენ თუ ანალიტიკურად უდგები, მაშინ ძალიან მაგარია. შენ თუ უდგები, რომ ეს მიზანი ვერ შევასრულე და მე ძალიან ცუდი ვარ, მ. მაშინ ჯობია რომ მიზანი საერთოდ არ დაისახო და მჰმ. გაყევი პროცესი. ნუ ძალიან მნიშვნელოვანია. მე ერთი რაღაც მახსენდება ხოლმე, ჩემი მოსწავლეები რომ ამბობენ აი მიზნის დასახვას და რა არის საჭირო რომ იმისათვის რომ ამ მიზანს მიაღწიო. როდესაც ვეკითხები ხოლმე რომ რა არის შენი მიზანი NBA-ში თამაში. მაგრამ მერე ვეკითხები ხოლმე რა არის საჭირო იმისათვის რომ NBA-ის დრაფტზე დადგე. არ იციან. ანუ მარტო მიზანი, ანუ ეგ გამოდის ფაქტობრივად ოცნება. სურვილი. ხო, სურვილი რომ მოხვდე სადღაც კი, და ითამაშო იქ, მაგრამ რა ნაბიჯები უნდა გაიარო ამისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდე, აი თუნდაც ნაკრებში რომ მოხვდე, რომელ გუნდში უნდა წახვიდე იქამდე სანამ, რომელ პროფესიონალურ გუნდში უნდა წახვიდე იქამდე სანამ წახვალე NBA-ში და ეგეთ რაღაცები. მე მაგალითად მყავს მოთამაშე, რომელიც ძალიან ადრე დავიწყე, სუსუ თავიდან რომ დავიწყე ინდივიდუალური ვარჯიშები, ჩემი პირველი მოსწავლე იყო და მაშინ დავისახეთ მიზანი, რომ NBA-ში რომელ გუნდში უნდა მომხდარიყო. და დღესდღეობით თამაშობს ამერიკაში. აჰა. ჯერჯერობით NBA-ის დონეზე არ არის მისული, მაგრამ აი ზუსტად ეტაპობრივად სად უნდა ძალიან წავიდეს, მაგარია. რომელ ქალაქში უნდა წავიდეს ძალიან და მაგარია. ასე შემდეგ და დღეს თამაშობს ამერიკაში. აჰა. რაც აი ძალიან კმაყოფილი ვარ ამ იმით, რა ქვია, მან შედეგით. უნდა მივეხმაროთ ცნელები, უნდა მჰმ. მიეხმაროს ფსიქოლოგი, ოჯახი და ასევე მჰმ. აგენტებიც ეხმარებიან კი ხოლმე. ბატონო. ეხლა ძალიან ბევრი სპორტსმენის თუნდაც ქართველების კარიერა დაგექმილი არის. მაგით მჰმ. არ უშვებენ ჯერ პირდაპირ ძალიან მაგარ გუნდში. მჰმ. მაგათაც იციან უკვე. ჩვენც ვისწავლეთ უკვე ეს ო. რაღაცები, რომ ჯერ პატარა გუნდში უნდა წახვიდე, რომ მერე იმ დიდ გუნდში კარგად ითამაშო. მე თუ პირდაპირ დიდ გუნდში წავედი, შეიძლება გამოვიდეს, შეიძლება არ გამოვიდეს ეგ. შესაბამისად მიზნის დასახვის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყო. მ. მაგრამ 18 წლამდე სპორტსმენებისთვის შემიძლია ვთქვა ესეთი რაღაც. შენ შეიძლება არ დაისახო მიზანი და უბრალოდ მარტო შენი მიცოდე მთავარი მიზანი. მ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შენ სწორი საფუძველი ჩაუყარო საკუთარ თავს. მჰმ. რაც ნიშნავს იმას, რომ შენ გქონდეს სწორი მიდგომები, გქონდეს სწორი ჩვევები, ჩამოიყალიბო ზუსტი დისციპლინა. მჰმ. ორიენტირებული იყო განვითარებაზე, სიამოვნების მიღებაზე და შენი უნარების მოედანზე გამოვლენაზე. საპირისპიროდ არა შედეგზე. მჰმ. მე თუ ეს მიდგომები მქონდა წლების განმავლობაში, ყველა სპორტსმენს ვეუბნები, რომ შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშონ და NBA-ში ვერ ითამაშონ, მაგრამ თავის მაქსიმუმს მიაღწევენ. მჰმ. მე თუ ჩემს მაქსიმუმს მივაღწიე, უკვე ჩემპიონი. მჰმ. კი ბატონო. გეთახმები მაგაში თავისუფლად. აა კიდე ერთი თემა უცბად დავამიტივდი და თავში რაც მომზადებული არ მქონდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. დღესდღეობით ახალგაზრდა სპორტსმენები აი მოხვდებიან თქვათ ისეთ გუნდში, რომელშიც კომფორტულად ვერ გრძნობენ თავს. რაღაც სიტუაციებიდან გამომდინარე. აჰა. და ასე ვთქვათ, გუნდის შეცვლა ასე ვთქვათ უტყდებათ. ამ დროს რამდენად აზიანებს თავის ემოციურ მდგომარეობას მაგაზე რომ ვისაუბროთ აჰა. თუ კარგი. შემიძლია. არაკომფორტულობის მიზეზი რა არის? პირველ რიგში ეგ არის გასარკვევი. ეს შეიძლება იყოს სათამაშო დრო, შეიძლება იყოს გუნდელები, შეიძლება იყოს მწვრთნელი და ასე შემდეგ. მჰმ. მან პირველი ეტაპი არის ის, რომ ჯერ ეცადოს, რომ მაგ გარემოსთან ადაპტირდეს, მჰმ. რომ თუ არ შეიძლება არ გამოგივიდეს. ხო არის, რომ აი ეს ჩემი გუნდი არ არის. არის ხოლმე ეგეთი შემთხვევები და უნდა გამოიცვალო ეგ გუნდი და სხვა გუნდში გადახვიდე. კიდე რო თქვი, რომ უტყდებათ ეს გუნდის გამოცვლა. რატო უტყდება? ეგეც მნიშვნელოვანია, რომ ოდნავ დაბალი დონის გუნდში გადავდივარ და მაგიტომ იტყდება? თუ ამ გუნდში ვერ დავიმკვიდრე ადგილი თუ რატო? ძირითადად რის გამოც არ ეცნობა, ხომ ახლა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე არის ის, რომ
თქვა სხვა გუნდში თუ გადავა, ღალატის ეს შეგრძნება ექნება, რომ თუ ამ გუნდს უღალატა უღალატე? თავის ხო, ამ გუნდს და იმ ბიჭებს, რომლებთან ერთადაც ვდგავარ. საინტერესოა ძალიან. არ მქონია ეგეთი პრაქტიკა სიმართლე რომ გითხრა. ღალატის შეგრძნება, ანუ მეგობრები ხო, რო ხო, ნუ არიან? მეგობრები არიან, აი თქვა მოედნის გარეთ რამოდენიმე კარგი მეგობარი ყავს, აჰა. რომთანაც აქვს ურთიერთობა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ ეწყობა ყველა გუნდელს, ან მისმის. მწვრთნელს, ან კი, მივხვდი. სიტუაციას. შეიძლება ძალიან შორს არის უბრალოდ ის დარბაზი, რომელშიც დადის და მაგის გამო. აჰა. მისმის. ხო რაღაცა ისეთ პრობლემას შეეხერა, რისი პრაქტიკაც გქონია თან არაერთი აშკარად. მან გააზრებაში უნდა მოიხმარო რა არის შენთვის პრიორიტეტული. მ. რომ გადავიდე ისეთ გუნდში, სადაც კომფორტულად ვიქნები და ჩემ უნარებს გამოვავლენ თუ აქ ვიყო მთელი ცხოვრება. მ. პლუს კიდე უნდა მოიხმარო იმის გააზრებაში, რომ ეს ადამიანები ვისთანაც მეგობრო, იქაც შეგიძლია რომ ემეგობრო. მ. კაი, შეიძლება ყოველდღე არ ვნახო, მაგრამ ვნახავ 3 დღეში ერთხელ. ან რა ონლაინ დაველაპარაკები 1000 ხერხი არსებობს მაგის. თუ მიზეზი არის ის, რომ ის მეორე გუნდში სადაც გადასვლა უნდა შორს არის, მან უნდა დაიწყოს რაზე ფიქრი, იცი? რომ იქ გზაში რა შემიძლია ჩემთვის სასარგებლო გავაკეთო, როცა ვიქნები. მაგალითად მე რო სტუდენტი ვიყავი, გზაში ყოველთვის რაღაცას ვკითხულობდი ხოლმე, იმიტომ რომ მეტროში რავი 1-20-25 წუთი ვიყავი, მერე გზაში კიდე 20-25 წუთი და რაღაც ხომ მეკეთებინა და ვკითხულობდი და ეს ცოდნა მეხმარებოდა მერე რომ გამოცდებისთვის ზავყოფილიყავ. სპორტსმენს არ შეუძლია გააკეთოს. შეიძლება აიღოს ეს რვეული პასტა და განვითარების ჟურნალი აწარმოოს. რაც არის ის, რომ დავაკვირდებ მაგალითად და დავწერ რა მაქვს გასაუმჯობესებელი, როგორ გავაუმჯობესებ ამას, ჩემი ემოციები დავწერო, ჩემი ფიქრები დავწერო, რა მოქმედებ ჩემზე კარგად, რა გავაკეთებ პირიქით კარგად, რა არის ჩემი მინუსი, ამ ყველაფერს ჩანაწერს გავაკეთებ იქ, როცა მიმგზავრებ. შეიძლება მიზნების დავწერო, ვარჯიშზე მისვლის მიზნები რა არის. შეიძლება ვიზუალიზაცია გავაკეთო, ძალიან მაგარია ეგ, რომ მაგალითად 50-60 გამეორება გავაკეთო, ჯარიმას როგორ ვაგდებ. ან რაღაცა დრიბლინგს როგორ ვაკეთებ. წიგნი წავიკითხო, რომელიმე დოკუმენტური სპორტსმენის, რეალურად ხერხი არის ძალიან ბევრი. ცნობის მოყარე უნდა მე იყოს. პირადად ვაკეთებდი ეს რაღაცას, მწვრთნელობა რო დავიწყე, მეტროში მიწევდა, რავი, ალბათ 1:50 წუთი რო ყოფილიყავი. და ვაკეთებდი ეს რაღაცას. ცნობილი მწვრთნელების კლინიკები რაც იყო, მაგას ვიწერდი ხოლმე YouTube-შივე, დაუნლოდს ვაწვევოდი, ჩამოიწერდა და მე YouTube-შივე ვუყურებდი მთლიანი გზის განმავლობაში და ის ვარჯიშები რაც მომეწონებოდა ხოლმე რაღაც დრო მქონდა სადაც 15 წუთი, რასაც ახალ რაღაცებს უთმობდი, რომ მეთქი აი დავტესტო რაღაცები, ახალი მწვრთნელი ვიყავი და მინდოდა რომ რაღაცები გამომეცადა. და ამ ყველაფერს ვაკეთებდი ხოლმე გზაში. ეგ არის ზუსტად განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა, რომ მე რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო, ვცდილობ რომ ამ გარემოებას მოვერგო და თან მოვერგო ისე რომ ჩემთვის სასარგებლო იყოს ეს ყველაფერი. შენ ახლა ახალ ვარჯიშებს რატო ნახულობდი? ერთი ის რომ უკეთესი მწვრთნელი გამختارიყავი და ასევე უკეთესი გარემო შეგექმნა შენი გუნდისთვის და იმ 50 წუთის განმავლობაში უბრალოდ კი არ იჯექი და ვიღაცებს კი არ უყურებდი სახეზე. არამედ ვცდილობდი რომ უკეთესი გამختارიყავი. სახეზე ყურება კიდე სხვა თემაა, მაგრამ მე ჩემ მოსწავლეებთან სახში, გზაში და იქამდეც დარბაზამდეც მომიწია რამდენჯერმე მგზავრობა და ტელეფონი და TikTok-ი. ხო და ვიცი რომ დღეს 21 საუკუნის ცხოვრება ესეთი არის, მაგრამ მანდაც უნდა ეცადა რომ ეს განსაზღვრული დროის განმავლობაში მოიხმარო. ხა ის რომ საერთოდ არ მოიხმარო, აზრს მოკლებული არის, უნდა მოიხმარო. მაგრამ მე თუ მთელი გზის განმავლობაში 1 საათი TikTok-ზე ვარ, ვარჯიშზე მე ფოკუსირების უნარი ფოკუსირება და განადგურებული. პლუს კიდე ჩემ აზრს გაგიზიარებ. აი გაცილებით მირჩევნია ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა, ვიდრე ამ TikTok-ის სკროლვა. ხო, ბევრად ჯობია. კი. დარწმუნებული ვარ ახლა, ვისაც არ უნდა შეეკითხო, გეტყვის რომ ჩემ მეგობრებთან ურთიერთობა მირჩევნია. შესაბამისად, თუ გირჩევნია ამ TikTok-ს თავი დაანებე და ვილაპარაკოთ კალათბურთზე თუნდაც, ან ვილაპარაკოთ, არ ვიცი, ვინმე გოგოებზე, სხვა რაღაცაზე ვილაპარაკოთ, რაც კარგი არის და მანდაც ის არის, რომ უნდა გაიაზრო, რომ ეს მავნე არის შენთვის. ბევრი სასარგებლო აქვს მაგას, ტელეფონს და ტექნოლოგიას. თუმცა უფრო ბევრი მავნე აქვს და დამოკიდებულებას იწვევს. და ამის კონტროლი არის წარმოუდგენლად რთული. მიჭირს, ძალიან მიჭირს მეც. მეც. თუმცა რაღაცნაირად ვახერხებ რა, ანუ შეიძლება ლიმიტი დააყენო, შეიძლება ისევ რაღაცა რუტინები გქონდეს, მაგრამ ძალიან დამაზიანებელი რო არის ეგ ზუსტად ვიცი.
მოტივაციაზეც როგორც თუ გავლენას ახდენს, Mhm. ცი, ეგ რომ აი რავი, ცოტა ციფრებში რა ბიოლოგიურ რაღაცას Mhm. გეტყვი რა. ყველას გვაქვს დოფამინის სისტემა. ზუსტად ეგ უნდა მეკითხა. და დოფამინის სისტემა როცა გვაქვს, როცა ვსკროლავთ, რეალურად ეს დოფამინი ხო მარტივად გამოიყოფა. Mhm. ძალიან მარტივად ვიღებ სიამოვნებას რაღაცისგან. მერე რთული რაღაცეების გაკეთება ჩემთვის ძალიან რთული ხდება კიდევ. Mhm. იმიტომ რომ ჩემი ტვინი და ჩემი დოფამინის სისტემა მიჩვეულია რომ რაღაც მიიღოს მარტივად. მერე შეიძლება ვარჯიშისგან თანო ვერდოზი შეიძლება მიიღო სკროლისგან დოპამინის და მე აღარ დაგჭეს უბრალოდ სხეულში. ხო, ზუსტად და მერე ჩემ ტვინს უნდა რომ მიიღოს მაგალითად 100 მოლეკულა დოფამინის. Mhm. მაგრამ მიიღოს 60. მერე შეიძლება უენერგიობა, უმოტივაციობა მოყვეს. შესაბამისად ტელეფონის მავნე მხარეები არის ძალიან ბევრი. Mhm. მაგრამ შენ თუ კარგად გამოიყენებ, აი ძალიან კაი. კი. თუ უყურებ პოდკასტებს, თუ უყურებ YouTube-ის ვიდეოებს, თუ უყურებ მე ხა სულ გზავნი ხოლმე ცნობილი სპორტსმენების ვიდეოს, რომლებიც ლაპარაკობენ საკუთარ კარიერაზე, ან თავის მიდგომებზე, ან აღდგენაზე, ან ფიზიკურ მომზადებაზე, ან ტექნიკურ რაღაცა ვარჯიშებზე და ეს ეხმარებათ, რომ ეს ყველაფერი საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაიტანოს. მე თუ ამ კუთხით ვიყენებ, მაშინ ძალიან მაგარია. იმიტომ რომ განვითარებაზე ორიენტირებული ვარ და დოფამინი საერთოდ არაფერში უაში არაა მანდ რა. განვითარებაზე ორიენტირებული ვარ. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება სპორტსმენმა განავითაროს, საკუთარ თავში, იმისათვის, რომ უკეთესი გახდეს, არის შინაგანი მოტივაცია. როგორ შეიძლება, რომ მოთამაშემ განავითაროს უდრეკი შინაგანი მოტივაცია? მაგარი კითხვა. კიდე კაი რო ეს კითხვა დასვი. ბევრ ვიდეოში არის და ძალიან ბევრი ცნობილი სპორტსმენიც კი. ეხლა ქართველი სპორტსმენიც იყო, კალათბურთელი, რომელმაც ეს თქვა. რომ მოტივაცია ყოველდღე არ გაქვს. შესაბამისად, მოტივაცია თუ ყოველდღე არ მაქვს, მე მჭირდება უფრო მეტად დისციპლინა. რაშიც არ ვეთანხმები. მოტივაცია მე თუ არ მაქვს, არაფერს არ გავაკეთებ. გამორიცხული რომ გავაკეთო. მოტივაცია და აღელვება შლებათ ერთმანეთში. მეც ეგრე ვიყავი, რომ მაგალითად მე თუ ვარჯიშის ხალისი არ მაქვს, გონია რომ მოტივაცია არ მაქვს. და ეგ ეგრე არ არის, უბრალოდ აღელვებული არ. ხო არის რომ ერთ დღეს მიხარია ვარჯიშის წასვლა, მეორე დღეს არ მიხარია. მოტივაცია თუ არ მაქვს, მე თუ რაღაცამ თავარს არ დავეყრდენი, მაშინ არც გავალ საერთოდ იმ მოედანზე, იმიტომ რაღაც ხო მინდა რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო, ხო მინდა რომ თვის ბოლოს ხელფასი ჩამერწყოს. მე თუ თავარი მოტივაცია რაღაც არ მაქვს, მაშინ აღარც გავალ მოედანზე. მანდ მთავარი არის ის, რომ პირველ რიგში გაიაზრო შენი მთავარი მოტივაცია რა არის. და ამ მთავარ მოტივაციას რო გაიაზრებ, ეს მთავარი მოტივაცია შენზე უნდა იყოს დამოკიდებული. შენ თუ გინდა რომ ვიღაცებს რაღაცები დაუმტკიცო, მაშინ ეს მოტივაცია არასტაბილურია. რატო? იმიტომ რომ ვიღაცების შეფასებაზე ვარ დამოკიდებული. ვიღაცამ უნდა მითხრას რაღაც, ხო, მაინც ვიღაცას რო დაუმტკიცო ხა. კი, მაგრა ვითამაშე, მაგრამ ვიღაცამ თუ არ მითხრა რომ შენ მაგრა ითამაშე, არ მაქვს გამართლება, ხო? ანუ ვერ ვიღებ მტკიცებულებას. შესაბამისად, მანდაც ძალიან ფრთხილად უნდა იყო რომ ისეთი მოტივაცია შეარჩიო, რაც შენთვის იქნება სასარგებლო. რა არის მთავარი მოტივაცია? ისევ სიამოვნება, განვითარება, შენი უნარების გამოვლენა, მაგრამ არსებობენ ფეხბურთელები, ვისთვისაც მთავარი მოტივაცია შეიძლება იყოს, ეხლა ლუკაკუ გამახსენდა. ფეხბურთელი მაგიტო ვთქვი, რომ მაგისთვის მთავარი მოტივაცია იყო ის, რომ სიღარიბიდან ამოეყვანა თავისი ოჯახი. კაია, რატომაც არა? შეგიძლია რომ იყოს შენი მთავარი მოტივაცია ეგ რა, რატომაც არა? მაგრამ მანდაც ძალიან ფრთხილად უნდა იყო. რომ მიაღწევ მე რა ხდება? ან თუ ვერ მიაღწევ მე რა ხდება? თუ ვერ მიაღწევ უფრო რთული ამბავია ეგ, იმიტომ რომ მე ესე იგი ისევ სიღარიბეში ვრჩები. შეგიძლია ეგ life or death მიდგომას გქონდეს. უბრალოდ ჩემი რეკომენდაცია რომ არ გქონდეს ეგ. ჯობია რომ დამატებით მოტივაციად გამოიყენე და მთავარი მოტივაცია იყოს ის, რის გამოც ფეხბურთზე შეხვედი და ყველა შევდივართ, იმიტომ რომ ფეხბურთი გვიყვარს და ვინც ძალით შედის და მშობელს ეყავს, ეგ საერთოდ აღარ უნდა იყოს იქ და უნდა გამოვიდეს. შესაბამისად, დასკვნის სახით რო გითხრა, შენი მთავარი მოტივაცია რა არის? რა თქმა უნდა იცოდე. ოღონ მანდაც ფრთხილად უნდა იყო. რომ ისეთ რაღაცაზე დაეყრდნო, რაც შენზე არის დამოკიდებული. თუ ჩემზე არაა დამოკიდებული, ესე იგი არასტაბილურია და შეიძლება ნებისმიერ დროს წაიქცეს. ანუ დისციპლინა და მოტივაციამ ერთად უნდა იმუშაოს საბოლოო ჯამში, მაგრამ არის მომენტები, როცა მოტივაცია უფრო მაღალი გვაქვს.
შეიძლება. და мотиваცია რაღაც დონეზე უფრო დაბალი შეიძლება. გვაქვს. შეიძლება. ბევრი мотиваციაც არ ვარგა, დიდი мотиваციაც არ ვარგა, კი. იმიტომ რომ მე შეიძლება დიდ სურვილში გადავიდეს და მე თუ მმ. დიდი სურვილი მაქვს თამაში და ეს გადაჭარბებულია, მე შეიძლება ის ადგილას მივიდე, სადაც არ უნდა ვიყო. მმ. შეიძლება იმდენად ხშირად მოვითხოვო ბურთი, როცა ხო. არ უნდა ითხოვდე რა, ამდენად ხშირად ამ ბურთს მმ. დაანებე რა თავი რა ითამაში. მმ. ხო და მე ბევრი შეცდომები არის ხოლმე მაგაზე, როცა მმ. დიდი სურვილი გაქვს. ეგეც უნდა აკონტროლო და რაც რთული საკონტროლებელია. და ეს კი. მენტალური მცველი ზუსტად მაგაში გჭირდება, რომ ეს პროცესები აკონტროლო. მმ. ან მიგახვედროს როგორ აკონტროლო. ხო, ანუ შენ. აი ხრიკები ისწავლო, როგორ შეიძლება რომ კი, აკონტროლო იმიტომ იმ რომ მომენტში შეიძლება შენი თავი. გარეგანი мотиваცია მოგცეს ვიღაცამ ხო. და გაგაგიშოს. შეიძლება მშობელმა გითხრას რაღაცა, შეიძლება გითხრას გუნდელმა, შეიძლება შეყვარებულმა, მმ. შეიძლება მწვრთნელმა გითხრას, რომ მე შენი იმედი მაქვს მმ. და არ ვიცი, აი მმ. გადაფსიხდე და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, კი. რომ ამ ადამიანს ეს შრომა დაუფასო. ძალიან ბევრი სპორტსმენი მეუბნება, რომ აი ნაკრებში თამაშობენ, ახლა მოჭიდავე გამახსენდა ერთ-ერთი, რომ მეუბნებოდა ეს რაღაც ნაკრებშია და მინდა რომ შრომა დაუფასო იმ ადამიანებს, ვინც ჩემში რესურსს დებს. კი, მმ. ძალიან მაგარია, მაგრამ მთავარი мотиваცია თუ ეგ არის, ძალიან ცუდია. დამატებითი მმ. мотиваცია თუ არის, ძალიან კაი არის. თავარ და დამატებითი რას გულისხმობ, იცი რომ დამატებითი ცოტას ვფიქრობ, მმ. თავარზე კიდე სულ ყოველდღია რა ჩემი საყრდენი ეს. რატო არის დამატებით ცუდი? мотиваციაზე მახსენდება იმის გრეგ პოპოვიჩის აქციელი, რომ უთხრა ნაკრების ეს იყო რა ქვია ვარჯიში იყო და რაღაცას დააჩელენჯა, ზუსტად არ მახსოვს რას დააჩელენჯა, მაგრამ უთხრა რომ ვინც ამას შეძლებს პორშეს გიყიდით. და შემდეგ რო შეასრულეს ეს ვინ შეასრულა, შემდეგ ვარჯიშზე სათამაშო პორშე მიუტადა იმაზე რა ქვია ვარჯიშზე. საყვარელი. ხო, მანდ გარე мотиваცია განა არ მუშაობს. მმ. არა სტაბილური არის. ხშირი, მწვრთნელებზეც რო თქვა რა, ეხა თამაშის წინ ხო არის ხოლმე რაღაცა мотиваციური ფრაზა შეიძლება უთხრა. მმ. ძალიან მაგარია. განა არ უნდა გააკეთო. უბრალოდ მე როგორც სპორტსმენმა როგორც სპორტსმენი დამოკიდებული უნდა ვიყო ჩემს შინაგან მმ. мотиваციაზე. თუ გარეგანი რატო არის როგორ თქვა ეს უფრო კარგი შენთვის საზიანო რატო არის იცი რომ ცოტა ხანში ქრება ეგ რა. მმ. შეიძლება 5 წუთშიც გაქრეს, შეიძლება მმ. 1 დღეში გაქრეს. და ამიტომაც ჩემი შინაგანი мотиваცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გარეგანი მმ. мотиваცია. რა თქმა უნდა, მშობელს შეუძლია რომ ეს გარეგანი мотиваციაც გამოიყენოს, ოღონდ იშვიათ შემთხვევაში. განაიცო შენ თუ დღეს 38 ქულას ჩააგდებ, მე იმას სკროლს გიყიდი. მმ. არა, არ უნდა გააკეთო ეგ. საერთოდ არ უნდა გააკეთო და ძალიან იშვიათ შემთხვევაში, არ შეიძლება 2 წელიწადში ერთხელ გააკეთო რაღაცა და დამიჯერე ჩოგბურთში იმდენი შემთხვევა არის მსგავსი 90% მაგას აკეთებს პატარებში. წარმოიდგინე და მერე უკვირთ, რომ რატო არის სტრესი და რატო ტირისო, როცა ცუდად თამაშობს. რატო და იმიტომ რომ ეუბნები რომ თუ კარგად ითამაშე სკროლს გიყიდი თუ არა და არაფერს. თუ სულად თამაშე ჩოგბურთთან გაგიყვან თუ არა და დაგტოვებ და წარმოიდგინე ხა 11 წლის სპორტსმენი რო დგას და რო ფიქრობს რომ შეიძლება ცუდად ითამაშოს და ამის გამო სპორტიდან გაიყვანონ. რა ფსიქოლოგიურ მომზადებაზე საერთოდ საუბარი და მე მეტყვი რომ მოდი და 5 იმაში შეხვედრაში აღარ ქონდა სტრესი. კაი კაცი. ვარ, ისიც რთულია ვთქვათ რომ ეუბნები რომ მაგ შემთხვევაში რომ ეუბნები რომ აი თუ მოიგებ სკროლს გიყიდი თუ წააგებ სკროლს გიყიდი და ხო და მე მაინც რო ყიდულობენ ეგ კიდე უფრო უღარეს თალკეთემა. მაგრამ საერთოდ არ უნდა უთხრა რა. ისე უნდა შეახსენო შენი თავარი მიზანი არის ის რომ შეახსენო იპოვოს თავისი შინაგანი мотиваცია. კი, მე დაგეხმარები, ჯიგარი ვარ, კაი რაღაცებსაც გეტყვი, შენ გვერდზე ვიქნები, მაგრამ თავარი მაინც შენ ხარ. მე თუ შენზე მეტად მენდომება შენი კარგი სპორტსმენობა, არ გამოვარაფერი. აი, კარგ სპორტსმენობაზე უკვე ბოლოსკენ რო გადავიდეთ, აი შენ ქონია ურთიერთობა ძალიან ბევრ წარმატებულ და წარუმატებელ სპორტსმენთან. შეიძლება ისეთ სპორტსმენებთან, რომელსაც ქონდა რაღაც პერსპექტივა, მაგრამ ვერ გაამართლა. ან დღესდღეობით ისე მაგრა ვერ თამაშობს, როგორც უნდა თამაშობდეს. და ყავს მოთამაშეები, რომლებიც არიან ძალიან წარმატებული. რა განასხვავებს შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ის ერთი ან ორი ძირითადი ფაქტორი, რის გამოც არიან წარმატებული სპორტსმენები წარმატებული და წარუმატებლები იქ სადაც არიან. და როგორ უნდა მიაღწიოს ნებისმიერმა ახალგაზრდა სპორტსმენმა ამას? ყოლია ეგეთი სპორტსმენები, რომ მეგრევე მაგალითად დავიწყებ, რაც შენ შესავალში თქვი, რომ
ძალიან მაგრები იყვნენ და მერე უცბად აღარ არიან ძალიან მაგრები. ბევრი მყოლია ეგეთი და მაგის ბევრი მიზეზი არსებობს ხოლმე. შეიძლება ოჯახური მდგომარეობა იყოს, რომ დედა და მამა გაშორდნენ. შეიძლება იყოს ის, რომ ძალიან მაგარ გუნდში წავიდა. იქ არ გამოვიდა არაფერი. მერე იჯარით დაატარებდნენ აქეთ იქ და არც იქ არაფერი არ გამოვიდა და მერე მოდი ფსიქოლოგის სუნჯოთ იქნება დაიხმაროს, რომ თავის შესაძლებლობები გამოავლინოს. ამ ორ შორის სხვაობა ცოტა რთულია, რომ თქვა, მაგრამ პირველი არის ისევ მიდგომები. რა მაქვს მიდგომა, როდესაც წარუმატებლობას განვიცდი და რა მაქვს მიდგომა, როდესაც წარმატებული ვარ. მან ყველა შემთხვევაში არის პასუხი ერთი, რომ მე თუ მოვიგე მეორე დღილას ვდგები და ვარჯიშობ, მე თუ წავაგე მეორე დღილას ვდგები და ვარჯიშობ. რეალურად მოცემულობა არ იცვლება. ჯორდანი გამახსენდა, რომ თამაშის მერე რაც არ უნდა მომხდარიყო, ვიღაც დამხმარებს თვალი ყავდა არ მახსოვს. ეს ჯორდანი ეკითხება 3-4 3 საათი ვარჯიშობ დილას თუ 4 საათი ვარჯიშობ დილას. ანუ ეგრევე შემდეგზე იყო ორიენტირებული. ბექაურზეც ახლა გუჯეჯანის ინტერვიუს უყურებდი. პირველად რომ მოიგო ოლიმპიადაო თუ მეორედ თუ პირველად არ მახსოვს. ეგრევე უთხრა რომ ჯერ მხოლოდ 22 წლის ვარ. ანუ ტიპი იყო რომელიც უკვე შემდეგ ნაბიჯზე ფიქრობდა. შესაბამისად მე თუ წარმატებული მინდა ვიყო, ერთი არის ის რომ საკუთარ თავზე უნდა ვორიენტირდე. ასევე კონცენტრირებული უნდა ვიყო იმაზე, როგორ გამოვავლინო ჩემი 100%. ყველა პელე, მარადონა, ჯორდანი არ არის. მე სხვა უნარები მაქვს და ნიჭი მაქვს და ტალანტი მაქვს, ვიღაცა სხვა. შესაბამისად მე ორიენტირებული უნდა ვიყო ჩემს მაქსიმუმს როგორ მივახციო. ასევე უნდა ჩამოვიყალიბო სწორი მიდგომები. შეცდომას რო დავუშვებ, რა არის ჩემი რეაქცია, მსვლელი რო გამაკრიტიკებს, რა არის ჩემი რეაქცია, როცა გუნდში ადგილის დამკვიდრება მიჭირს, რა არის ჩემი რეაქცია, ეს არის მიდგომების ამბავი. მერე ასევე არის სისტემა. როგორ ვარჯიშობ მე? ფიზიკურად, ტექნიკურად, ტაქტიკურად, ფსიქოლოგიურად. რას ვაკეთებ აღდგენისთვის? როგორ რამდენი საათი ვარჯიშობ, როგორ ვარჯიშობ? ეს სისტემა უნდა ჩამოვაყალიბო. ეს არის ძალიან ინდივიდუალური, პროფესიონალებიც მჭირდება. თუმცა შენითაც შეგვიძლია ახლა რაღაც პატარა ასაკში რომ ჩამოიყალიბო. სწორი ჩვევები კიდევ. ჩვევები არის ყველაზე მაგარი იარაღი ალბათ. იმიტომ რომ რატო ავტომატურად ვაკეთებ რაღაცას. რესურსი აღარ მჭირდება რაღაც რო გავაკეთო, იმიტომ რომ ჩემ twins უკვე დამახსოვრებული აქვს ეს რო გააკეთოს. რავი, წყლის დალევის ჩვევა ავიღოთ, რომ დღეში 3 ლიტრი წყალი ვსვა, ხო, ჯანსაღი ჩვევა არის ეგ. შემიძლია ეგ ჩამოვიყალიბო. მე ხა მაგალითად შეხვედრებზე მე სუმიდოს ბოთლი. მე მყოლია მოთამაშე, რომელსაც ვამჩნევ, რომ სუსტად არის და რაღაცებს რო ველაპარაკები ხოლმე, რომ აღმოვაჩინო ის მიზეზი რის გამოც არის სუსტად. რავი, 1-3 დღეა ნორმალურად წყალი არ დაულებია. გამარჯობა, ეგ არის ძირითადი ფაქტორი დიდი ალბათობით. შესაბამისად, წარმატებული რო იყოს სპორტსმენი, პირველი არის რომ საკუთარ თავზე უნდა ორიენტირდეს. მეორე არის რომ მუდმივად განვითარებაზე იფიქროს, როგორ გახდეს უკეთესი და ძალიან ბევრი ხერხი არსებობს მაგისთვის, რომ შენ ინფორმაცია მიიღო. მესავე არის იმაზე, რომ შენ თავზე იყო ორიენტირებული, რაც ნიშნავს, რომ 100%-ით გამოვლენაზე იფიქრო საკუთარი შესაძლებლობების და არა იმაზე, რატო არ ვარ ახლა ამ გუნდში და რატო არის ეს სხვა ჩემი გუნდელი ახლა ბაიერნში და მე რატო არ ვარ აქ, რატო არ ვარ იქ, იმიტომ მაგას ხო ჯობნიდი. პლუს სწორი ჩვევები, სწორი მიდგომები და სწორი სისტემის ჩამოყალიბება. რაც ხდება ბავშვობაში. პატარაობიდან უნდა ჩამოყალიბდეს. მერეც ხდება, ეხლა მყავს სპორტსმენები 20-21 წლის რომელთანაც მერე ვაყალიბებ ამ სისტემას, მაგრამ მერე უფრო რთული არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ მავნე ჩვევების დაბლოკვა ხდება, საერთოდ გასუფთავება ხდება მაგის ის, რაც ჩემთვის ბორკილები იყოს, მაგის გახსნა ხდება და მოკლედ ძალიან რთული არის. შესაბამისად, წლებსაც სუმაგას ვეუბნები, რომ დაანებეთ ამ ბავშვებს თავის შედეგზე ორიენტირებულობა არ გჭირდებათ საერთოდ, იმიტომ რომ ამ ასაკში უფრო მეტად მნიშვნელოვანია განა ის, რომ ჩემპიონი გავხდე, არა ის, რომ სწორი მიდგომები დააღუზარდო სპორტსმენი. ეგ კითხვაც მქონდა, მაგრამ გადამავიწყდა რას ურჩევდი მწვრთნელებს, რომ უფრო უკეთესი ახალგაზრდობა აღიზარდოს და აი რა ხრიკები შეიძლება დაამატოს. აი მე მაგალითად მაქვს სპორტული ფსიქოლოგიიდან ესეთი ხრიკი დამატებული, რომ ყოველი ვარჯიშის მერე ვაფასებინებ გუნდის მონდომებას. თითო-თითოდ ვეკითხები გუნდი როგორი მონდომებით ვარჯიშობდა. მონდომებაში არის გულისხმობა ის თუ რამდენი ბურთი ჩააგდე, რამდენად დაღლილი ხარ ხა, არამედ ის თუ რამდენად აწვებოდი შენ თავს ყველაფრის მიუხედავად ვარჯიშის დროს. ხო, მანდ ისიც შეგვიძლია უთხრა, რომ
10 ქულიდან შეაფასე, რამდენად კომფორტულად გრძნობდი თავს. მჰმ. ეგეც არა, დაიღალე, ეგეც შეგიძლია კითხო. მმ. რეალურად ეგ კაი იმიტომ არის, რომ ცდილობ მისი მდგომარეობა გაიგო. მმ. მთავარი გასაღები არის კომუნიკაცია. მწვრთნელები ცდილობენ, რომ უბრალოდ რაღაც დაწერილი წესები შეთავაზონ. მჰმ. არა და პირიქით იმას უნდა მოусმინო, შენთვის რა არის კომფორტული. რომ შენ მოგერგო, შენ მეც მომერგები და რაღაცნაირად მჰმ. თიმი ვართ, ჯგუფი ვართ, რომლის მიზანი არის ის, რომ ამ ყველაფერსგან რაღაც კარგი მიიღოს. მჰმ. ეხლა ფორუმზე რო გიყვებოდი სანამ შეხვედრას დავიწყებთ მჰმ. Mind Games-ზე. მანდ იყო ესპანელი ჩამოსული. ხავი ნავარო. ფეხბურთზე ლაპარაკობდა. ოდესაც დაახლოებით 6-დან 10 წლამდე ბავშვების მოძრაობა არის ძალიან უმისამართო. ყველა ერთ ბურთს დაძდევს. მჰმ. პოზიციებზე არ დგანან. 10-დან 12 წლამდე მე უკვე თითქოს ცოტა პოზიციებს ურჩევენ. მწვრთნელ ეს მაგალითი რატომ მოვყვევი ახლა? მწვრთნელებმა უნდა იცოდნენ კონკრეტულ ასაკში რაზე გააკეთონ აქცენტი. მაგალითად, ზოგიერთი მწვრთნელი არსებობს, რომ 7 წლის სპორტსმენს უხსნის უეჭველი მარცხენა მცველად უნდა იდგეს. ანუ არა აქვს სივრცის აღქმა წესიერად და რანაირად უხსნენ, ვერ გააკეთებს, ძალიან გაუჭირდება რომ გააკეთოს. კალათბურთში ეგ არის, რომ ცენტრზე აყენებენ უბრალოდ მაღალი ბავშვი ვინც არის და უამრავი ბავშვი ყოფილა, რომელიც არ გაიზარდა სიმაღლეში ხო. და სხვა პოზიციაზე უბრალოდ არ იცის როგორ უნდა ითამაშოს. კი. შესაბამისად, განვითარების ფაზებს უნდა მიაქციონ ყურადღება. მე რო ვთქვი, რომ ცნობისმოყვარე უნდა იყოს სპორტსმენი, თქო, მარტო სპორტსმენებზე არ მithქოს, მწვრთნელებზეც ვამბობ მაგას. არა მარტო მწვრთნელებზე, ყველა ადამიანზე. მე თუ ცნობისმოყვარე ვარ, უკეთესი ხვდები, უკეთესი თუ ხვდები, ჩემთვისაც უკეთესია და რა გარემოშიც ვარ, იმათვისაც უკეთესი არის, ხო? შესაბამისად, მუდმივად უნდა ცდილობდეს უცნელი რაღაცა ახალი შეისწავლოს, ფსიქოლოგიურიც, ფიზიკურიც, ტექნიკურიც, ტაქტიკურიც, ყველაფერი ახალი უნდა შეისწავლოს. 10 წლამდე ბავშვთვის მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ გართობაზე აფიქრო ბავშვი. არ არის საჭირო ეს დისციპლინა საერთოდ ახლა. კი, ფეხსაცმელი შენით არ უნდა შეუკრა, თვითონ უნდა შეიკრას, მაგრამ ეს დისციპლინის ელემენტები 10 წლიდან ნელ-ნელა უნდა შევაპარო. ნუ მაგალითად მოდი გასახდელთან ერთად გამოვიდეთ. ან ბოლოს ეს ინვენტარი ერთად ავალაგოთ. ნუ გასართობი უნდა იყოს ეს და ძირითადად ეს ყველაფერი არის სტრესული. ეს რო სტრესული არის, ბავშვობაში ჩემთვის რო სტრესული არის, მე 15 წლის ასაკში აღარ უნდა გამიკვირდეს ბურთს რო ვერ ჩავაგდებ და რო ვჩხუბობ და ემოციებს რო ვერ გავაკონტროლებ, საიდან მოდის ეს? იქიდან მოდის, რომ იქ რაღაცა არასწორი საფუძველი ჩაუყარე. შესაბამისად, მწვრთნელების ინსტიტუტი არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. შეიძლება მშობელზე მნიშვნელოვანიც არის, იმიტომ რომ 2-3 საათი შენთან ატარებს ის დრო და იმ მშობელთანაც კი ატარებს დროს, მაგრამ დილა სკოლაში არის, საღამოს ის მშობელი დაღლილი მოდის. ანუ რეალურად ყველაზე დიდ დროს შეიძლება შენთან ატარებდეს. ანუ აღზრდის მთავარი ინსტრუმენტი და სუბიექტი ხარ შენ. და მე თუ აღზრდაზე არ ვარ ორიენტირებული და ორიენტირებული ვარ შედეგზე, მაშინ ვერ აღუზრდი წესიერად ჩემ შვილს და ვერც ჩემ სპორტსმენს. შესაბამისად, მწვრთნელებისთვის მაქვს ის, რომ იყავით ცნობისმოყვარეები ერთი და მეორე, არ იყოთ შედეგზე ორიენტირებული. და დამიჯერეთ თქვენი კარიერაც უფრო წარმატებული იქნება მერე. ანუ ფილ ჯექსონი არ იყოს შედეგზე ორიენტირებული და მეტი მაგალითი რა გინდა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა საბა, ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა. იმედი მაქვს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბევრ დეტალს აიღებს აქედან, რასაც გადაიტანს საკუთარ თამაშში და უფრო უკეთესად ითამაშებს. კი. ძალიან საინტერესო იყო. შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი და ჩვენ ვიმყოფებით პოდკასტ არიაში, სადაც წერთ ამ პოდკასტს. დიდი მადლობა საბა. მეც მადლობას გეტყვი და პლუს კიდე ერთ პატარა არჩევას მივცემ ამ პოდკასტთან დაკავშირებით სპორტსმენებს, რომ რეალურად იმდენი ინფორმაცია გავაზიარეთ, რომ ძალიან რთულია, რომ ერთი ყურებით ამას მოერგო და რაღაცა ისწავლო. შესაბამისად, გირჩევდით, რომ ამ პოდკასტს რამდენიმეჯერ უყურო, პასტა და ნოუთები მოიმარჯვეთ და რაღაცეები ჩაიწერეთ, რასაც სინჯავთ. არ გეუნები, რომ 100%-იანი, უბრალოდ დატესტე რა. იქნებ კარგი არის. და ჩემი გვერდი შეუძლია ყველას ნახოს. კი ბატონო. მე ვთითებ აუცილებლად აღწერაში შენ გვერდებს. მადლობა. მადლობა.